მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ ვიდეო გაკვეთილის ჩაწერას. ეს გაკვეთილი იქნება თამაშის ფსიქოლოგიაზე. ჩვენ გვაქვს არხზე უკვე გაკეთებული პოკერის ფსიქოლოგიის ვიდეო, რომელსაც გავუწევთ რეკომენდაციას და აღწერაში დავტოვებ აუცილებლად. გირჩევთ რომ უყუროთ, იქ ვსაუბრობთ ხოლმე და ხოლმე პოკერზე და პოკერის მაგიდასთან თუ მაგიდებს მიღმა ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ამ ვიდეოში ვილაპარაკებ ზოგადად თამაშის შესახებ, თუმცა რა თქმა უნდა, პოკერზე ცოტა განსაკუთრებული ყურადღება გვექნება გამახვილებული და მაგალითები და ესეთი რაღაცები, იმიტომ რომ ჩვენი არხი პოკერის შესახებ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც მთლიანობაში ჩვენი ვიდეო იქნება ზოგადად თამაშის შესახებ, ვილაპარაკებ თამაშის ფსიქოლოგიაზე, თამაშის დიზაინზე, თამაშის თეორიაზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მაინც ფსიქოლოგიის ჭრილში, ანუ მე განათლებით ვარ ფსიქოლოგი და მაგალითად არ ვარ ეკონომისტი, რომ თამაშის თეორია რაღაცა ეკონომიკის ჭრილში ჩავშალო, მაგრამ იქნება რაღაცა მაგალითები და დაუშვათ რა თემებსაც ვერ ამოვწურავ, იმიტომ რომ ბევრი თემაა ძალიან, ეხლა ეს ანუ ბევრი სხვადასხვა ანუ ცალკეული გაკვეთილის საკითხებია, მაგრამ რა თემებსაც ვერ ამოვწურავ, მე რაღაცა აღწერაში დავტოვებ რაღაცა ლინკებს, რაღაცა კარგ ვიდეოებს YouTube-დან და რაღაც ეგეთი რა. აგაც ანუ რაღაცა რეფერენსები მექნება, რაღაცა წიგნები, რაღაცები, რასაც რეკომენდაციას გავუწევ გაკვეთილში. კარგი, ეხლა ესე იგი, რახან დავიწყეთ საუბარი ფსიქოლოგიით. თქვათ ესეთი რაღაცა, რომ ანუ პირველ რიგში მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, თუ საერთოდ რატო თამაშობთ და საერთოდ რა არის, რას წარმოადგენს თამაში ჩვენ ცხოვრებაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური ბიოლოგიური მოთხოვნილება, რაც ჩვენს განვითარებას ეხმიანება და აქედან გამომდინარე, მე ეხლა დავიწყებ ერთი პატარა თეორიით, რომელიც არის სიმონოვის თეორია, ეს არის რუსი მეცნიერი, ფსიქოლოგი, ფსიქოფიზიოლოგი, რომელიც შექმნა, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებების კლასიფიკაცია. მოთხოვნილებების შესახებ ფსიქოლოგიაში უფრო გავრცელებული მოდელი არის მასლოუს მოდელი, მასლოუს პირამიდას ეძახიან ესე პოპულარულ ენაზე, რომელიც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, იერარქიულობაზე აკეთებს აქცენტს, ანუ მოთხოვნილებების იერარქიულობაზე. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ამ წელს ხა მნიშვნელოვანი არ არის, თან იქ ცოტა უფრო ფსიქოლოგიალური ფაქტორებია, მაგალითად, პატივისცემის მოთხოვნილება და მსგავსი რაღაცეები, ჩვენ უფრო ბიოლოგიური მოთხოვნილებების შესახებ გვექნება დღეს საუბარი. რა თქმა უნდა, მასლოუს მოდელი ძალიან კარგია. ანუ ასე ვთქვათ, მოთხოვნილებები არის, რა თქმა უნდა, იერარქიული, თუმცა ეს არ არის მკაცრად იერარქიული. მაგრამ ანუ ასე ვთქვათ, იერარქიულობას ვერ უარყოფთ. იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა, თუ ადამიანს არ აქვს დაკმაყოფილებული რაღაცა საბაზისო მოთხოვნილებები, სხვა, ასე ვთქვათ, რამებზე ვერ დაკონცენტრირდება. მაგალითად, თუ აი პირობითად ველურ ბუნებაში თუ ცხოველი გამოკიდება და დაირღვევა შენი მხეცი გამოკიდება და დაირღვევა შენი ასე ვთქვათ უსაფრთხოების მოთხოვნილება, რა თქმა უნდა, მაგ მომენტებში არ გაგახსენდება დაუშვათ საჭმელი და არაფერი სხვა არ გაგახსენდება, მთავარია გადარჩე რა. დაახლოებით ეგეთი რამეა, ანუ იერარქიულობა ესეთი ექსტრემალურ პირობებში შეიძლება დაყენება, მაგრამ ზოგადად მკაცრად იერარქიული არ არის და ჩვენ ასე ვთქვათ სიმონოვის მოდელს გავიცნობით ახლა. რასაც ძალიან უცებ გავირბენ და გადავალ საქმეზე რა, ერთ წუთით რა. უბრალოდ ახლა მოთხოვნილება რა არის? აქ წერია დეფინიცია, ამას არ წავიკითხავ. ყველა მითხრას არის მოთხოვნილება. უბრალოდ ვიტყვი ესეთ რამეს, რომ ანუ ქცევას, ზოგადად ადამიანის ქცევას აქვს როგორც ბიოლოგიური კომპონენტი, ასევე დასწავლელი. ცალსახად ბიოლოგიურად დეტერმინირებული ქცევები არის რეფლექსები, რომლებიც ესეთი რაღაცნაირი პატარა ქცევითი პატერნებია და ესეთი მყისიერი ქცევითი პატერნებია. მაგალითად, აი ცხელტაფასოთიც დაადებ და უცებ გამოწევ ხელს, ეს რა თქმა უნდა ბიოლოგიურად დეტერმინირებული რეფლექსია და ხო, მაგრამ ესე იგი პოპულარულ ენაზე ამას უფრო ეძახიან ხოლმე ინსტინქტებს. ინსტინქტი, რა თქმა უნდა, ცოტა განსხვავდება რეფლექსისგან. ინსტინქტი არის უფრო კომპლექსური, უფრო რთული ქცევითი პატერნი, რომელიც დასრულებულ ქცევას გულისხმობს და აი ინსტინქტის მაგალითისთვის მოვიყვან ესეთ რამეს, მაგალითად, ცხოველების მაგალითს, იმიტომ რომ ადამიანებში როგორც წესი ითვლება, რომ ინსტინქტები ჩვენ არ გვაქვს, უბრალოდ ინსტინქტები არ გვაქვს იმ გაგებით, ამ სიტყვის, ასე ვთქვათ, მეცნიერული გაგებით. და ჩვენ გვაქვს უფრო მოთხოვნილებები და რეფლექსები, რომლებითაც ვცდილობთ, რომ ეს მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ და ანუ ჩვენ ქცევაში უფრო დიდია ასე ვთქვათ, დასწავლილი ელემენტი, შეძენილი ელემენტი, ვიდრე მაგალითად რაღაც ცხოველების შედარებით უფრო პრიმიტიული ორგანიზმების ქცევაში, მაგალითად ჩიტების, რომლებიც აგებენ ბუდეებს, ისინი არ უსწავლიათ ამათ ბუდეების აგება, აშენება, ისინი ანუ ინსტინქტურად იციან ამ ბუდეების აშენება, მაგრამ იქაც არის დასწავლილი კომპონენტი, როდესაც შევხედავთ ბუდეს, შეგვიძლია შევამჩნიოთ, ნუ ხა მე არ შემიძლია შევამჩნიო, მაგრამ აი ბიოლოგს ალბათ ვინც ჩიტებს იკვლევს, იმას შეუძლია შეამჩნიოს, რომ ჩიტმა ეს ბუდე პირველად ააშენა, მაგალითად თუ რამდენჯერმე უკვე აშენებული აქვს ცხოვრებაში ბუდე და უკვე ასე ვთქვათ დაიხვეწა ამ ბუდის მშენებლობაში. ანუ იქაც არის დასწავლილი
კომპონენტი მაგის გამიდან სრულად მხოლოდ ბიოლოგიურად დეტერმინირებული არც ის არ არის. ეს ინსტინქტია. კარგი, ეხლა ჩვენ გვაქვს აქ მოთხოვნილების თამაშიც არის ერთ-ერთი მოთხოვნილება რა. ამიტომ ლაპარაკობ ამ ეს მოთხოვნილებებზე. და მოთხოვნილების სამი ძირითადი კატეგორია, რომელსაც ეხლა უცებ გავიგებ და გადავალ თამაშებზე. რაც შეეხება თამაშის დიზაინს, რომელსაც შემდეგ ავხსნი, ხო? იქიდან ყველა თამაშის დიზაინი არ იქნება, მაგრამ აი ძირითადი თამაშები, რომელზეც მე ვერ ყვევი, რომლებიც პოპულარულია, იმ თამაშების დიზაინზე ვილაპარაკებთ. კარგი, პირველი, ეს არის ვიტალური მოთხოვნილებები, სიცოცხლის აუცილებელი მოთხოვნილებები იგულისხმება, სიტყვა ამას ნიშნავს. ზოოსოციალური მოთხოვნილებები, ესეც სახეობებში დაურთიერთქმედებებია და განვითარების მოთხოვნილებები, რომლებშიც იგულისხმება თამაშიც მათ შორის. კარგი, წავედით ახლა შემდეგ საკითხზე. ვიტალურ მოთხოვნილებებში არის ჩამონათვალი, არის ასე ვთქვათ, ესეთი საბაზისო ინტუიციურად ადვილად მისახვედრი მოთხოვნილებები, მათ შორის არის ესეთი ცოტა ასე ვთქვათ, რომელზეც გამახვდეს ყურადღება ჩემს ეს ენერგიის მოთხოვნილება, სიზარმაცის რეფლექსიასაც შეიძლება დავარქვათ, რომელიც ასევე რა თქმა უნდა არის მოთხოვნილება, იქიდან გამომდინარე, რომ საკვები, ანუ ენერგია ბუნებაში არ არის ადვილი მოსაპოვებელი და ევოლუციურად ჩვენ გვაქვს თვისება, რომ ასე ვთქვათ, თუ გვაქვს ენერგია, აუცილებლობის შემთხვევაში თუ არ არის აუცილებელი, მოკლედ შევინარჩუნოთ და ასე ვთქვათ, ეკონომია გავაკეთოთ ამ ენერგიის. გრუმინგსაც შეეხება, ეს არის სხეულის მოვლა და ესეც არის ვიტალური მოთხოვნილება, რადგან ჩვენ სხეულს იმიტომ უვლით და ანუ ბუნებაში ცხოველები სხეულს იმიტომ უვლიან, რომ რაღაც ბაქტერიებისგან და ასე ვთქვათ, რაღაც საბოლოო ჯამში ერთ სიტყვით თავიანთი სიცოცხლე გაახანგრძლიონ იმით, რომ ასე ვთქვათ, თავიანთი სხეული სრულად შეინარჩუნონ და ნაკლებად დაავადენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ასევე გვაქვს ჩვენ ზიზღის თვისება, რომელიც ასევე ცხოველებშიც არის შემჩნეული, მაგალითად აი რაღაცა ზოოპარკებში და რაღაც ეგეთ ასე ვთქვათ, ცხოველებს დაკვირვების სიტუაციებში არის შემჩნეული ფაქტები, როცა მაგალითად ერთი მაიმუნი მეორეს აი მკვდარი ვირთხით აშინებს მაგალითად და მისდევს და რაღაცა მსგავსი რაღაცები. რაც ნუ იდეაში ზიზღზე უნდა მეტყოლებდეს. კარგი, აქ ახლა სლაიდები მოყვანილი, ეს ბრეგილის ნახატია, ეს უბრალოდ ეს პრეზენტაცია ახლა რას ვაკეთებ? ახლა არ ამიწყი ეს უნივერსიტეტში აქვს ეს პრეზენტაცია გაკეთებული და ის უბრალოდ გამოვიყენე ახლა დაახლოებით იმისთვის, რომ შესავალი გავაკეთოთ ჩვენი ვიდეოსთვის. ზოოსოციალურ მოთხოვნილებებსაც შეეხება, აქაც ნუ იდეაში არის ესე ინტუიციურად ადვილად მისახვედრი ქცევები. ხო, და იდეაში აქ რაზე შეიძლება გამომხილო ყურადღება. ხო, ნუ იდეაში არის აი ეს ჯგუფისადმი მიკოცნებულობის, აი ეს ლიდერობის და იერარქიული ქცევა, ანუ ლიდერობის და ასე ვთქვათ, დაქვემდებარების მოთხოვნილება, ესეთი რამეც არსებობს და ასე როგორც წესი, ან ჯგუფებში ვლინდება ხოლმე ლიდერი და ნაპოლეონი ამბობდა, რომ ესე იგი ერთი კარგი გენერალი, კი არა, ერთი ცუდი გენერალი უფრო ეფექტურია ვიდრე ორი კარგი გენერალი, იმიტომ რომ იმათ ერთმანეთში შეთანხმება და კოლაბორაცია ჭირდება და ერთი ცუდი გენერალი ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებსა უფრო ეფექტურად მოქმედებს. ეს ახლა შეიძლება შედავებისაგანი იყოს, მაგრამ ნუ ესეთი შთაბეჭდილება არსებობდა და ანუ ეს ევოლუციურად ძალიან ინტუიციური და ძალიან ასე ვთქვათ, ფუნდამენტურად ბიოლოგიური მოთხოვნილება ეს ლიდერისადმი და აი პოლიტიკურ მოვლენებს დავაკვირდებით, არჩევნებს და რაღაცა მსგავს რაღაცეებს, მან ძალიან აშკარად ვლინდება აი ეს მოთხოვნილება. ტერიტორიული ქცევაც გასაგებია, თანაგზობის რეაქცია და ემპათია, აქვე ვიტყვი, რომ ეს არის აი ფუნდამენტურად ბიოლოგიური ქცევა. არის შემჩნეული ცხოველებში, ამაზე არის დაწერილი კარგი წიგნები, მაგრამ ეს არ არის სამწუხაროდ ეს ჩვენი თემა. აქ არის აი ემპათიისთვის მოყვანილი რაღაც ესეთი სურათი, სადაც ძალიან პატარა ბავშვი გამოხატავს ემპათიას, ანუ არის ანუ მის ბიოლოგიურობაზე მეტყველებს, ჩემი აზრით და მაგიტო ჩავსი ამ სლაიდზე და აქეთ გვერდით არის ასე ვთქვათ, აი ზოოსოციალური ქცევების ასე ვთქვათ, რაღაცა გვერდითი ეფექტი, ნეგატიური მხარე, სადაც აი ფანების, ფეხბურთის ფანების ჩხუბია, სადაც აი ჯგუფისადმი მიკოცნებულობის ტოლვამ შეიძლება რაღაცა აი გამოიწვიოს ესეთი ჯგუფებს შორის დაპირისპირება და ასე ვთქვათ, არარაციონალური ქცევა, რაც ნუ იდეაში გარდაუვალია, თუმცა ჯგუფური ურთიერთქმედება არის ძალიან ეფექტური და აქვს გვერდითი ეფექტები. იდეაში რა ჩვენი სახეობების დღეს არსებობენ, თითქმის ყველა შეიძლება თქვა, იმიტომ რომ ყველა მაინც არ არის რაღაცნაირი აკადემიური ტერმინი, თითქმის ყველა უფრო ესეთი რაღაცნაირი სტერილური ტერმინი არის და მაგას ვიტყვი, ანუ არის ასე ვთქვათ, ჯგუფური და ასე ვთქვათ, ნათესაობრივი გადარჩევით, ასე ვთქვათ, შენარჩუნებული რა, სახეობები და შესაბამისად ეს ადასტურებს იმას, რომ ეს ეფექტურია და ნუ მოკლედ ეს ინტუიციურად ძალიან ადვილი მისახვედრია. კარგი. და შემდეგი რადგან ეხლა ჩვენ კონცენტრირებით, ეს არის
განვითარების მოთხოვნილებები. განვითარების მოთხოვნილებებში არის შემეცნებითი ქცევა, ცნობის მოყოლება, ან ცნობის მოყოლება არის ჩვენთან ძალიან მჭიდრო კავშირში, ასე ვთქვათ, დადებით ემოციებთან. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი мотиваცია იმისათვის, რომ შევიმეცნოთ, განვითარდეთ, მიბაძვა. აქ არის თამაში და არის თავისუფლების რეფლექსი, შეზღუდვების დაძლევის სურვილი, მაგალითად, რომ ადამიანი დავაბათ, ადამიანი არა, ზოგადად ძუძუმწოვარი, მისი, ასე ვთქვათ, მისთვის არის ძალიან დიდი დისკომფორტი. შეიძლება ესეთი მაგალითი მოვიყვანო, რომელიც ერთ-ერთ ლექციაზე შემხვედრია, როდესაც მწერი ცდილობს გაფრინდეს ოთახიდან, შუშას ეჯახება, ანუ აი ესეთ პრიმიტიულ ორგანიზმში შეიძლება იყოს ჩადებული თავისუფლების რეფლექსი. ეს შეიძლება ნახევრად პოეტური ნათქვამი იყოს და შეიძლება ეს ანუ ზუსტად იგივე რეფლექსი არ იყოს საუბარი, მაგრამ ეს არის. და რაც შეეხება თამაშის მოთხოვნილებას, რადგან მივედით, აი როგორც სიმბოლურად დაინახა, საერთოდ არ მახსოვს ამ პრეზენტაციაში სად იყო თამაში, მაგრამ ბოლო მოთხოვნილების სახით ჰქონდა ჩაწერილი როგორც ჩანს და ეს არის თამაში, მოტორული და სოციალური უნარების განვითარება, დახვეწა. ანუ იმ, ასე ვთქვათ, ბიოლოგიურად დეტერმინირებულ ქცევაზე, ასე ვთქვათ, აი რაღაცა შეძენილი კომპონენტის დაშენება, დასწავლილი კომპონენტის, ეს არის დასწავლის ანუ ძალიან ეფექტური მეთოდი. რა თქმა უნდა, ვლინდება ცხოველებში თამაში, ძაღლებს ძალიან უყვართ თამაში, ვისაც ძაღლი ყავს, იმას არ ეშლება. კარგი, მოდი, მე მგონი, ეხა ერთ სლაიდი კიდევ უნდა გქონოდა, ეს ისეთი სლაიდია, ცოტა ესეთი სახალისო, სადაც აი ძაღლები არიან თამაშობენ, ბავშვია, რომელიც ასე შემეცნებით არის დაკავებული და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული სრულიად დადებით ემოციებთან, გამიცით დადებით ემოციებს, როცა თამაშობთ და განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა მოულოდნელობის ეფექტი, ანუ ეს აღმოჩენაც, ეს თამაშიც ერთი 1000 უფრო, ასე ვთქვათ, სასიამოვნო და ამაღლებელი ხდება და უფრო ხდება აქტივაცია იმ ჩვენი დოფამინის და ნორადრენალინის სისტემების, რომელსაც ახლა არ გავშლი მე ამ დოფამინი ნორადრენალინი ისე ვახსენე. ზოგადად ძალიან ბევრი ლაპარაკია ხოლმე ამ რაღაცა ფსევდო ინტელექტუალურ საზოგადოებებში ამ თემებზე და ძალიან არ მიყვარს რაღაც ესე, ზოგადად ეს ახლა ჩემი კვლევის საგანი არ არის და უბრალოდ ხო რა, ვიცოდეთ რომ ანუ ეს ნეიროქიმია, რაც არის, ასე ვთქვათ, უფრო უკეთესად არა, უფრო ძაფრად მუშაობს, მაშინ როდესაც ამ ყველაფერს ემატება მოულოდნელობის ეფექტი. რა თქმა უნდა, უსაფრთხო გარემოში, ხა საფრთხის შემცველი მოულოდნელობა ეს პირიქით სტრესია და სასიამოვნო ნაკლებად არის, თუმცა მაგასაც აქვს რაღაცა აზარტი. და მოკლედ აი ეს თამაშის, ასე ვთქვათ, აი ეს სიამოვნების, ასე ვთქვათ, სტრესის და აი მოულოდნელობის ეფექტის რაღაცნაირი ერთობლიობა წარმოქმნის რაღაც აზარტს, ნებისმიერი თამაში, რომელიც თამაშიც, ასე ვთქვათ, აზრი აქვს და ხალხი თამაშობს და ხალხს უყვარს თამაში, მუღამი რომელსაც აქვს, ძირითადად არის აზარტული. ეს აზარტული თამაში, ეს ტერმინი ცოტა ისეთი რაღაც ბუნდოვანი ტერმინია, რა თქმა უნდა, დღეს ვიქნება მაგაზე ლაპარაკი. და აი ამ შემეცნების და ასე ვთქვათ, თამაშის რაღაცნაირი ეს გვერდითი ეფექტები, როგორც აი ფანებზე ვთქვი, არის აი ეს, ასე ვთქვათ, მაგალითად შემეცნების შემთხვევაში ეს რაღაცა სკროლვა, სადაც არის მუდმივი სიახლეა და მუდმივი რაღაცა შემეცნებაა, მაგრამ რაღაცნაირად აზრს მოკლებული და განვითარებას მოკლებულია. თამაშის შემთხვევაში ეს იქნება გემბლინგი, კაზინო გეიმები და რაზეც ვილაპარაკებ. კარგი, ეს ამით დამთავრდა, ეს ნაწილი, ეხლა გადავალ უკვე ჩვენს თემაზე, რაც არის უკვე თამაშის დიზაინი და ვილაპარაკოთ უკვე სხვადასხვა თამაშებზე. უბრალოდ მინდოდა რომ ეს გაგვიარა, აი დაახლოებით ეს ფსიქოლოგიური კომპონენტი თუ რა საზრისი აქვს თამაშს. კარგი, გადავინაცვლოთ ეხლა უკვე დღევანდელ თემაზე. თუმცა ერთი სლაიდი კიდე ამ თემიდან, ეს არის პავლოვი, რომელმაც იდეაში ბევრი მიგდება გააკეთა ფიზიოლოგიაში და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია ფსიქოლოგიაში, თანამედროვე ფსიქოლოგიაშიც და აქ არის აი პატარძალი, რომელიც გაიქცა ქორწილიდან და ეს არის თავისუფლების რეფლექსის, ასე ვთქვათ, ესეთი რაღაცარი კომედიური დემონსტრაცია. ხო, პავლოვმა ეს ძაღლების დაკვირვებით გააკეთა, ზოგადად ის ძაღლებზე ატარებდა ექსპერიმენტებს, ეს ძალიან ცნობილია, ყველამისთვის აღმოაჩინა ეს რაღაცა პირობითი რეფლექსი, როდესაც ხდება, ასე ვთქვათ, თანდაყოლილი ბუნებრივი ქცევის შეძენილ, ასე ვთქვათ, სტიმულთან დაწყვილება და მაგალითად თუ არის უპირობო რეფლექსია ნერწყვის გამოყოფა საკვების მიღებისას, შეიძლება ამ უპირობო რეფლექსთან დავაწყვილოთ რაიმე პირობითი რეფლექსი, მაგალითად ზარი და ზარის დროს მოხდება ნერწყვის გამოყოფა. აი ძალიან მარტივად რო ავხსნა პავლოვის მიგნება და ასევე იყო თავისუფლების რეფლექსი გამოიცა წიგნი. ნუ ეხლა რომელიც წიგნსაც ხა რა თქმა უნდა არ გავუწევდი რეკომენდაციას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ანუ პროფესიულად არ აინტერესებს ფსიქოლოგია, მაგრამ ნუ მე თვითონაც იმართლებით ეს წიგნი დაახლოებით შუა გზაზე მაქვს მიტოვებული
ესეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის წიგნი არ არის, მაგრამ ისეთი, კარგი ისეთი მიგნება არის რა, ეს სიტყვით ეს თავისუფლების რეფლექსი. კარგით, გადავინაცვლოთ ახლა უკვე ჩვენს თემაზე. მოკლედ, გადავინაცვლოთ ჩვენს ძირითად თემაზე, რაც არის თამაშის დიზაინი ამ შემთხვევაში და პირველი თემა რო შევაჯამოთ, ეს იყო ის, რომ ჩვენ თამაშობთ, იმიტომ რომ განვითარეთ, იდეაში თამაშის მთავარი მიზანი არის რაღაც გარკვეული უნარების განვითარება და ზოგადი განვითარება. ეს არის ჩვენი მოთხოვნილება და იმისათვის რომ შევქმნათ რაღაცა მეტაკლებად ნორმალური ცხოვრების ხარისხი, ჩვენი მოთხოვნილებები უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ეხლა აღარ ვთქვი ესეთი ცოტა ამბიციური ტერმინები, მაგალითად ბედნიერება და რაღაცას გავსი რაღაცეები. იმიტომ რომ ეს სხვა საკითხია საერთოდ, იმას საერთოდ დეფინიცია ძალიან ესეთი განსხვავებული დეფინიცია აქვს ყველა ადამიანის თვალში ამ ბედნიერებას. მოკლედ გულისხმობ აი კმაყოფილების და ცხოვრების ხარისხით ასეთ კმაყოფილების შეგრძნება ადამიანს რქონეს, უნდა იყოს ასე ვთქვათ მისი მოთხოვნილები დაკმაყოფილებული და განვითარება რახან არის ადამიანის ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილება. რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა იყოს დაკავებული განვითარებით. თამაში არის განვითარების ერთ-ერთი ბუნებრივი და მოსახერხებელი ფორმა. ამიტომაც თამაში უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი, რომელსაც ვითამაშებთ. და ეხლა გადავალ შემდეგ საკითხზე. და სწორედ ეს აი ფსიქოლოგიური ნაწილია იმ თამაშის, აქ ვფიქრობ, რომ უნიშნელოვანესი ავტორი არის ეგეთი ჟან პიაჟე, ვისაც ფსიქოლოგიის ფაკულტეტებთან შეხება ქონია, ეს ავტორი აუცილებლად გეცოდინებათ მაგისი თეორიის ან კოგნიტური განვითარების თეორიის თეორიით, ეს თეორია გეცოდინებათ, რაც ძალიან ისეთი კარგი და მოხერხებული თეორიაა. ერთი უნიშნელოვანესი ალბათ განვითარებაში. და აქ არის 4 სტადია, ამ სტადიას მე არ ჩამოვთვლი, აი ChatGPT მოგეჩენს მაგივათ აქ ჩამოთვალა. და უბრალოდ მე მინდა გითხრათ ესეთი რამე, რომ უბრალოდ განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე ძალიან კარგად აქვს პირის ნაჩვენები ეს ასე ვთქვათ ადამიანის კოგნიტური მომწიფება სწორედ თამაშების მაგალითად, თამაშების ჭრილში. და აი ყველაზე პრიმიტიული თამაში, აი თითქმის დაბადებიდან იწყებს ბავშვი თამაშს. ეს არის რაღაცა ხელფეხის ქნება, ღიმილი, მშობლისთვის და ასე შემდეგ. და მათ შორის, როცა მშობელი ეთამაშება ჭიტას რო ეთამაშებენ, ხელებს რო იფარებენ სახეს და მე სახეს აჩვენებენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული თამაში, რომელიც ბავშვს ძალიან უყვართ და უხარიათ და სწორედ აქ ვლინდება აი ეს მოულოდნელობის ეფექტი, რომელიც მე ვთქვი, რომ ბავშვებს ეს არის მოულოდნელი და მოულოდნელი არის იქიდან გამომდინარე, რომ მაგათ ჯერ არ აქვს განვითარებული ეს კოგნიტური ფუნქცია, რაც არის საგნის მუდმივობა, ან შეიძლება შევხვდეთ ფსიქოანალიტიკოსებთან ობიექტის მუდმივობის ტერმინით, რაც გულისხმობს იმას, რომ ნივთი, რომელსაც ვერ ხედავენ, მის არსებობას ვერ აცნობიერებენ. და შესაბამისად ეს სახეზე ხელებს იფარებს და მე იხსნის მშობლის დანახვა სიამოვნებს და ის თან ამას ემატება მოულოდნელობის ეფექტი და არის ძალიან სასიამოვნო. მე რა თქმა უნდა რთულდება თამაშები, რომელსაც ბავშვები თამაშობენ, თამაშობენ კუბიკებით და რაღაცეებით, მაგრამ ძირითადად ამ თამაშებს ესეთი გამოკვეთილი სტრუქტურა არ აქვს ხოლმე. აი მაგალითად აი დაახლოებით უხეში შედარება გავაკეთოთ. საბავშვო ბაღის ბავშვები რაღაცას თამაშობენ, გარედან რო შეხედო შეიძლება იფიქრო რომ რაღაცა, ამ თამაშს რაღაცა ასე ვთქვათ წესები აქვს, რაღაცა ასე ვთქვათ სტრუქტურა აქვს და მართლა აქვს კიდევაც რა. მაგრამ უბრალოდ თუ რომელიმე ბავშვს დაუძახებ და თხოვ რომ მოგიყვეს რას თამაშობენ, ან საერთოდ არ მოგიყვება რას თამაშობენ, ვერ მოგიყვება, ან სხვადასხვა ბავშვები სხვადასხვა რამეს მოგიყვებიან რა. ასე რაღაცა შეთანხმებული სტრუქტურა ამ თამაშს არ აქვს, მაგრამ აი უკვე სკოლის ბავშვებს თუ უნახავთ, რომლებიც რაღაცა თამაშებს თამაშობენ. იქ უკვე რაღაცა შეთანხმებული სტრუქტურაა და წესებია. კი გასაგებია შეიძლება ვიღაცა იმ წესებს იცავს, ვიღაცა არ აღვევს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არსებობს შეთანხმებული წესები, რაც ყველა მითის შეთანხმებული წესები. მაგალითად აი ჩხუბობენ და რა სახეში დარტყმა არ შეიძლება, პირობითად ვამბობ რა. ან ამის სპორტის სახეობას თამაშობენ, ოღონდ რაღაც ცოტა მოდიფიცირებული წესებით. ეს დაწყებითი კლასების ბავშვებზე ვამბობ. ხო, ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე შეუძლიათ რაღაცა ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე, მაგალითად აი სკოლამდელ ასაკში თუ შეუძლიათ მაგალითად რაღაცა მათემატიკური ოპერაციების გაკეთება, მაგალითად მიმატება, გამოკლება, გაროლება, ასე შემდეგ. ამას უფრო ესე ზეპირადი მახსოვრებენ ხოლმე. და მთლიანობაში ან ოპერაციას მთლიანად ვერ აღიქვავენ. აი მაგალითად იმას ვერ აღიქვავენ, რომ შესაკრებთა განაცვლებით ჯამი არ იცვლებოდა. აი სკოლაში შედიან, მე უკვე მაგას აღიქვავენ. რომ შესაკრებთა განაცვლებით ჯამი არ იცვლება და შესაბამისად უკვე მაგათი კოგნიტური, ასე ვთქვათ, მომწიფება მზად არის მაგისთვის, რომ მთლიანობაში აღიქვან აი ეს ოპერაცია. შემდეგ რა თქმა უნდა თამაშები რთულდება და საბოლოო ჯამში ყალიბდება რაღაცა ასეთი კარგად სტრუქტურირებული თამაშები, როგორც არის მაგალითად ინტელექტუალური თამაშები ან სპორტის სახეობები. ხო, რაც შეეხება აი ფორმალურ ოპერაციას, განვითარების ბოლო სტადია არის ფორმალური ოპერაციების სტადია, რაც უკვე არის მაღალი კლასების შედარებით და უკვე ეს რთული მათემატიკური ასეთი აბსტრაქტული დავალებების ამოხსნა და რაღაც ესეთები, შეუძლიათ და მე დანარჩენი ცხოვრება
ვრჩებით ამ სტადიაზე იდეაში. კარგი, მოდი, ესე იგი, ჩვენ ვთქვათ ეგეთი რაღაცა. რომ ხო, აი ამ კარგად სტრუქტურირებულ თამაშებზე რო ვილაპარაკე, სპორტის სახეობები. სპორტის სახეობები არის გამოკვეთილი, აღიარებული და ასე ვთქვათ, სახელმწიფოების დონეზე ასე დაფინანსებული და ყველაფერი მსგავსი. და ძირითადად აი ამ სამ კატეგორიად გამოყოფენ ხოლმე, უბრალოდ რავი, შეიძლება სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაირად გამოყოფენ, მაგრამ მე ამ სამ კატეგორიად დავალაგე ესენი. თუმცა ძალიან პირობითია. ანუ შეიძლება იყოს სპორტი და სპორტში მოვიხსენიებ მე პირადად. სახეობები სადაც არის სპორტული აქტივობა, სამაგიდო ინტელექტუალური თამაშები არის სადაც იდეაში თამაშები არის ასე ვთქვათ შეთანხმებული რაღაცა წესები, რომლებშიც ასე ვთქვათ მოთამაშეები ერთმანეთს უპირისპირდებიან და გადაწყვეტი მაინც არის სკილი და არის კაზინო, სადაც იდეაში თამაში არ შეიძლება დაერქვა ჩემი აზრით მაგას. არის უბრალოდ იღბლის გამოცდა და მეტი არაფერი. თამაშს არ აქვს არანაირი ასე ვთქვათ უნარი, საჭიროება ან მოთხოვნილება არ აქვს, გადაფხიკე და მოიგეს დონის თამაშები. სადაც არ არსებობს სტრატეგია, ან არსებობს სტრატეგიები, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ამ სტრატეგიებს არის რაღაცა მოჩვენებითი, იმიტაცია სტრატეგიების და არანამდვილი სტრატეგიები. ესე იგი, სპორტი, სადაც არის ფიზიკური აქტივობა, კაზინო, სადაც არის გამართლების ელემენტი, chance based game-ი, ეგრე შეიძლება დავარქვათ და სამაგიდო თამაშები, სადაც არის skill game-ი რა. დაახლოებით, ინტელექტუალური თამაშები, ქართულად ეს skill game-ი დაახლოებით ეგეთი პონტია. ეხლა რაც შეეხება სპორტს. ძირითადად ესე ზედაპირულად რო შევხედოთ ამ თამაშებს, შეიძლება განასხვავებდეს ის, რომ რომელიღაცაში არის გამართლების ელემენტი, რომელიღაცაში არ არის გამართლების ელემენტი, მაგრამ სინამდვილეში კი ეს განასხვავებს, მაგრამ შეიძლება თამაშები, რომლებიც არის skill game-ები, იყოს გამართლების ელემენტები მაგაში არ არის პრობლემა და თამაშები, რომლებიც საერთოდ ხო, საერთოდ და შეიძლება იყოს ესეთებიც, რომელშიც საერთოდ არ არის გამართლების ელემენტი, მაგალითად, ისეთი როგორც არის ჭადრაკი. ჭადრაკში არ არის გამართლების ელემენტი. თუმცა ჭადრაკზე რო ვილაპარაკებ, ვიტყვი იმასაც, რომ ნონა გამსაშვილის ინტერვიუს უსმინე ამ ვიდეოს ამ ჩავწერდი და ის ამბობს, რომ ჭადრაკში არის გამართლების ელემენტი და ავხსნე მაგასაც. ერთგვარად დავიწყოთ სპორტით. სპორტში როგორც წესი არის გამართლების ელემენტი, მაგალითად აი ესეთი ძალიან კაფიო მაგალითი რომ მოვიყვანო სპორტში გამართლების ელემენტი, მაგალითად აი ფეხბურთში არის აი რიკოშეტი, როდესაც გადის გოლი, ითვლება. ჩოლებრივ გოლად ითვლება, არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა ეს სრულად გამართლებაა, ხო? და ეხა YouTube-ზე მიგდებს ხოლმე, როდესაც მეკარეები ვარჯიშობენ რიკოშეტის აღებაზე. წინ არის რაღაცა ბარიერი და ვინც ურტყავს იმ ბარიერს რომ გაარტყას და ის ბარიერიდან მერე ბურთი იღებს არაპროგნოზირებად ტრაექტორიას და მეკარე მერე ის ბურთი უნდა აიღოს და ძალიან ურთულესი ვარჯიში. ცდილობენ რომ ეს დისპერსია დაძლიონ რა. გასაგებია, მაგრამ გამართლების ელემენტი, შეიძლება ეს ჩემი აზრით ჩაითვალოს გამართლების ელემენტად აუცილებლად და შეეხება ახლა აზარტულობას. როცა ვთქვი რომ აზარტის ელემენტი აზარტული თამაში, ასე ვთქვათ, ტერმინი არ მომწონს მეთქი, დეფინიცია არ მესმის თქო კარგად, ხო, მანდაც ეგ არის, რომ აზარტი, რა თქმა უნდა, არის ყველა თამაში, რომელსაც ხალხი თამაშობს, რომელიც ხალხს მოწონს, იმ თამაში აუცილებლად უნდა იყოს აზარტი, აუცილებლად უნდა იყოს სასიამოვნო, უნდა იყოს მოულოდნობის ეფექტი, უნდა იყოს შემთხვევი და იდეაში ეს არის აზარტი და ხო, აუცილებლად ფეხბურთში არის ძალიან დიდი აზარტი. მაგალითად, პოკერს ვთამაშობ დიდი ხანია და პოკერის მაგიდასთან არ წოდეს ისეთ აზარტში მე არ ყოფილა როგორ აზარტშიც ყოფილა ფეხბურთის მოედანზე მე ბავშვობაში თამაშობდი ფეხბურთს მართალია ადრე 14 წელსში დავანები თავი მაგრამ ფეხბურთის მოედანზე შევდიოდი ძალიან დიდ აზარტს გამიცდიდი და არ აქვს სხვადასხვა არ ქონდა დიდი მნიშვნელობა მატჩის სერიოზულობას ანუ ოფიციალურ თამაშს თამაშობდი თუ უბრალოდ უბანში მნიშვნელობა არ ქონდა აი თავპირის დამტვრევაზე ვიყავი წამსვლელი ისეთ აზარტში ვიყავი ხოლმე კარგი ესე იგი აზარტულობა არანაირად თამაშის ასე ვთქვათ დამაკნინებელი და რაღაცნაირად უარყოფითი თვისება არ შეიძლება ჩაითვალოს თამაშის უარყოფითი თვისება შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთი ის რომ ის არ იყოს დამყარებული სკილზე და იყოს დამყარებული მხოლოდ გამართლებაზე ანუ დაძლებადი არ იყოს გამართლების ელემენტი ასე ვთქვათ თამაში კარგი მოდი გადავინაცვლოთ შემდეგ საკითხზე ხო აი ესე იგი შაში და ჭადრაკი ეს არის კიდე არის ამ სლაიდზე წარმოდგენილი ისე რაღაც ცოტა ბუნდონად, მაგრამ Go ეგეთი თამაში, რაც აზიური თამაშია თუ არ ვწდები, რომელიც მე არ ვიცი, შესაბამისად მაგ თამაშზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ვიცი რომ მაგ თამაშიც არ არის გამართლების ელემენტი და არის სრულიად skill game და სრულიად ინტელექტუალური თამაში. რა ნაკლონებები შეიძლება ქონდეს ჭადრაკს, აი მაგალითად ან შაშს, სადაც არ არის გამართლების ელემენტი. იდეაში, რა თქმა უნდა, ეს არის გენიალური თამაში, ჭადრაკიც, შაშიც, ანუ 1000 ლეულებს უძლებს.
ამ თამაშის პოპულარობა, მაგრამ ნაკლოვანება ის არის, რომ ანუ რეკრეაციული მოთამაშეები იდეაში ამ თამაშით ვერ დაინტერესდებიან. ერთი, იმიტომ რომ ანუ პროფესიონალურ მოთამაშეს იმხელა უპირატესობა აქვს რეკრეაციულ მოთამაშეზე, რომ პრინციპულად აზრი არ აქვს თამაშს, არანაირი. ახლა მე რომ დავждდე ნონა გაფრინდაშვილს ვეთამაშო. ხო, კიდე ნონა გაფრინდაშვილის ინტერვიუდან გამახსნა ერთი, რომ ჭადრაკზე თქვა ძალიან აზარტული თამაშიაო და რა თქმა უნდა, როცა ალბათ ამ თამაშის თეორია და ტაქტიკა კარგად გესმის, ნამდვილად აზარტული იქნება, თუმცა მე არ მესმის და ჩემთვის არ არის აზარტული ეს თამაში, მაგრამ რა ხან ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ აზარტულია, საუბრობთ ნამდვილად აზარტულია. ხო, ნაკლოვანება ეს არის, რომ ანუ რეკრეაციული მოთამაშეები არ არსებობენ ამ თამაშში, ნუ არ არსებობენ რა გაგები, ხა საზარელოში ვიღაცები ჭადრაკს თამაშობენ ერთმანეთში, შემო მოწონთ კიდევაც, მაგრამ ანუ ისინი ფულის ინვესტირებას ამ თამაში არ გააკეთებენ, იქიდან გამომდინარე, რომ უპირატესობა პროფესიონალის უპირატესობა იმდენად დიდია რეკრეაციულ მოთამაშეზე, რომ თამაში აზრი ეკარგება. ეს ერთი და მეორე, რომ სანახაობრივი არ არის ეს თამაში, იმდენად სანახაობრივი არ არის, რომ მაყურებელმა გააკეთოს დაუშვათ ინვესტიცია ყურების ხათრით. როგორც ხდება მაგალითად ფეხბურთში, ფეხბურთი არის ძალიან სანახაობრივი. ამ ფეხბურთის ეკონომიკა იკვებება იმით, რომ მაყურებლები მოდიან და ამ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის წეღანდელი ჩვენს მიერ ნახსენები ზემოხსენებული მოთხოვნილების მიხედვით ისინი ერთიანდებიან რაღაცა ჯგუფებში, კლუბებში, ხდებიან რაღაცა ფან-კლუბები, რაღაცა კლუბების ფანები. ეს საქართველოში არის ძალიან კარგად გამოვლენილი, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრები უახლოეს წარსულში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ნახეთ ჩვენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არ უნახავთ ფეხბურთს საერთოდ პენალი რა არის და კუთხური რა არის, ისინი უყურებდნენ ფეხბურთს და ძალიან დიდი აზარტით გულშემატკივრებდნენ საქართველოს ნაკრებს. მაგრამ სანამ ჩვენ ამას ვნახავდით, ჩვენ ხედავდით და ეხლაც ალბათ ხედავთ სხვადასხვა სანაკრებო ტურნირებზე, სხვადასხვა ქვეყნის, მაგალითად არგენტინის ფანებს, მაგალითად სხვადასხვა ქვეყნების ფანებს, მე თვითონ ბავშვობაში ვიყავი საფრანგეთის ფანი, გულშემატკივრობდი ზინედინ ზიდანს და როცა იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა საფრანგეთის ნაკრები და ზინედინ ზიდანი ევროპის ჩემპიონატის ფინალზე. მე ვიყიდე საფრანგეთის მაისური, გადავიპარსე თავი, გულშემატკივრობდი, პატარა ვიყავი ძალიან, 9 წლის ვიყავი და გაიმარჯვეს ტრეზეგეს გოლით და ვიყავი ძალიან ბედნიერი. მოკლედ ფეხბურთის ეკონომიკა იკვებება იმით, რომ ხალხი უყურებს და ხალხი არის აზრში, ანუ მაყურებელი იხდის ამაში ფულს. აი პოკერის ეკონომიკა ჩვენ ვიცით, რეკრეაციული მოთამაშეებით იკვებება, რომლებიც თამაშობენ პროფესიონალების წინააღმდეგ და ამაში მზად არიან რომ გადაიხამონ ფული, იმიტომ რომ მათი გამარჯვების შანსი არსებობს გამართლების ელემენტის ხარჯზე და აი ჭადრაკში ამ ორი კომპონენტიდან არც ერთი არ არსებობს. მე ამას ჩავთვლი ამ თამაშის, ანუ დიზაინის ნაკლოვანებაში, თუმცა ეს თამაში რა თქმა უნდა არის გენიალური. და ხო, სამწუხაროდ არის ღარიბი თამაში. ეგ პრობლემა აქვს, რომ ღარიბი თამაში. იგივე შეიძლება ითქვას შაშზე, ეხა შაშის ეკონომიკაში ნაკლებად ვერ ყვევი. თუმცა რა თქმა უნდა ეს თამაშები დღესდღეობით არის ამოხსნილი თამაშები და ეს ფაქტორიც რომ არ არის გამართლების ელემენტი, ამ თამაშის ამოხსნას ამარტივებს. ეგ, ანუ მარტო ეგ რა თქმა უნდა არა, რა თქმა უნდა ეგ არ არტივებს, ანუ მარტო ეგ არ ამარტივებს, მაგრამ ხო, ნუ მაინც აი პოკერის თეორია და პოკერის ასე ვთქვათ ოპტიმალური თეორია გაცილებით უფრო ჩახლართულია ჩემი აზრით ვიდრე ჭადრაკის. კარგი, ამაზე კიდე გვექნება საუბარი, ამ თემაზე შეიძლება ეგრე ითქვას, მაგრამ სანამ ამ თემაზე გადავალთ, ორი წუთით შევეხოთ გემლინგზე დამოკიდებულებას, ანუ გემლინგზე დამოკიდებულებაზე მე წინა ვიდეოშიც პოკერის ფსიქოლოგიაში ვთქვი ორი სიტყვა, ვთქვი რომ ანუ ეს არის საკითხი სხვა გაკვეთილის საგანია, ამ თემაზე მე ასე ვთქვათ როგორც ასე ვთქვათ ამ თემის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაცა ცოდნა მაქვს ამ მიმართულებით და აქვე ვიტყვი უბრალოდ ერთ-ორ სიტყვას უფრო ესეთი პოლიტიკური, ეკონომიკური გაგებით. რომ ანუ გემლინგზე დამოკიდებულება ძირითადად აბრალებენ ხოლმე რაღაც თამაშებს, ანუ ფულზე თამაშს, ასე ვთქვათ, ანუ ეძახიან აზარტულ თამაშს და აბრალებენ ხოლმე ამას და სინამდვილეში ამის ბრალი არ არის არანაირად. ნებისმიერი ქცევა, რასაც ანუ რაც არ უნდა იყოს, შეიძლება გახდეს პათოლოგიური და ამისი მკურნალობის და ასე ვთქვათ მოგვარების გზა არის თერაპია, არის შრომა, ფსიქოგანათლება, წვალება და ხო, ეს არის ერთადერთი გზა. და მაგალითად აკრძალვით, საკუთარი თავზე ბანის დადებით რაღაცა კაზინოებში და მსგავსი ქცევით, სამწუხაროდ ეს პრობლემა არ გვარდება. მაგრამ სამაგეროდ, ასე ვთქვათ, ფარისეველი პოლიტიკოსებისთვის არის ხოლმე ძალიან კარგი გზა, რომ ხალხს მეტი ფული წაართვან, უფრო მეტად დაბეგრონ და ძალიან კეთილშობილური მიზნები გაახმოვან, რომ მაგალითად, აი ვიღაც ადამიანმა რაღაცა სახლი გაყიდა, იმისაც რომ
კაზინოში დაიხარჯა ის ფული და მოდი გავაუქმოთ კაზინო, ან უბრალოდ მეტი ფული გამოვართოთ კაზინოს, ან რაღაცა მსგავსი, ასე თქვათ, გადაწყვეტილებები მიიღონ. ძალიან ხშირად ხვდებით ამას საქართველოშიც, მაგალითად დაგვიბლოკეს უცხოური საიტები, ადამიანებს გაურთულეს რაღაცა შემოსავლის მიღება. ყველაზე კარგი პოკერის საიტი, მაგალითად როგორც იყო PokerStars, მე რომელიც მოწეს ყველაზე მეტად საქართველოსთან წავიდა და ასე თქვათ, ეს ყველაფერი მოხდა იმის ასე ვთქვათ საბაბით, რომ ვითომ აი gambling addictions ებრძვიან და სიამოვნებაში უბრალოდ მეტ გადასახადებს კრიფავენ. საბოლოოში ეს ხდება ხოლმე. ჩემი თხოვნა და რჩევა იქნება ადამიანებზე, რომელსაც აქვთ gambling-თან დაკავშირებული პრობლემები, რომ უბრალოდ მიხედონ ასე ვთქვათ გამოცდილი მეთოდებით ამ გზას, ან თერაპიით და თუ ვინმეს კიდე ამათვის დახმარება უნდა, იმან დაუფინანსოს თერაპია და მე ვიცი საქართველოში არის რაღაცა კლინიკური ცენტრები, სადაც არის უფასო gambling addiction-ის კურნალობა. და მე ამ ადამიანებთან წავიდოდი ჯგუფურ თერაპიაში, თერაპიულ ჯგუფებში, სადაც გავიცნობდი ადამიანებს, რომელსაც აქვს ჩემნაირი მსგავსი პრობლემები, ვიმკურნალებდი და ვიწვალებდი, ვიშრომებდი, მივიღებდი ფსიქოგანათლებას და ამ გზით ვეცდებოდი დავემარცხებინა ჩემი პათოლოგიური ქცევა. ეხლა რა შეეხება პათოლოგიურ ქცევას ზოგადად. ან დამოკიდებულის ბუნება არის ძალიან რთული და ეს ერთ კონკრეტულ რამეზე არ კონცენტრირდება ხოლმე. ეს ერთი კონკრეტული ქცევა სავარაუდოდ არის ხოლმე სიმპტომი და არა საფუძველი პათოლოგიური ქცევის. ეხლა ამასია თუ უსმინე ჰუბერმანის პოდკასტს. ჰუბერმანი არის ნეირობიოლოგი, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის, რომელსაც აქვს პოდკასტი და ყავდა სტუმრად ქალი, ფსიქიატრი, რომელიც კონკრეტულად სპეციალიზირდებოდა დამოკიდებულებებზე და ჰუბერმანმა ესეთი ცოტა ესეთი კითხვა დაუსვა, სულელური კითხვა, შეიძლება ესეთი სულელური აგეგებთ არის ესეთი გულუბრილო კითხვა, რომ აი ყველაზე უცნაური რა кейსი ქონია, სადაც ადამიანი, ანუ პათოლოგია განუვითარდა რაღაცა ესეთი ყველაზე უცნაური ქცევა და ახლა მოვთხრა რომ ყველაზე უცნაური რაც იყო ჩემს კარიერაში, იყო ადამიანი, რომელიც სვამდა გადაჭარბებული რაოდენობის წყალს და ამით იხდიდა თავს ცუდად. ანუ ეს იწევდა მასში, ასე ვთქვათ, რაღაცა ცნობიერების შეცვლას, შესულ მდგომარეობას, იმდენ წყალს იღებდა, ანუ წყლის დონე რო იმატებდა ასე ვთქვათ, ორგანიზმში, მათ შორის ანუ ტვინზეც ზემოქმედებდა ეს და ანუ იწევდა რაღაცა გარკვეულ ცნობიერების შეცვლას და ეს იყო პრობლემა სამწუხაროდ ამ პაციენტის ისტორია დასრულა ტრაგიკულად, მას ჰქონდა მანამდე ალკოჰოლიზმის გამოცდილება და მოკლედ ძალიან საინტერესო პოდკასტი იყო. შემიძლია ეს დავტოვო პრინციპში აღწერაში. ზოგადად აღწერაში ვეცდები რაღაცეები დავტოვო, რაღაცა საინტერესო რაღაცეები და თუ დავუშვათ რამე ისეთი იყო, რაც თქვენ განსაკუთრებით მოხვდათ ყურში და მე აღწერაში არ იყო, დამიწერეთ კომენტარებში და დაგილინკავთ, პრობლემა არ იქნება, მე დავამატებ აღწერაში, საუბრობთ რაღაცეები დამავიწყდება, რომ დავტოვო საინტერესო რაღაცეები აღწერაში და თუ ვინმეს დაგაინტერესებს, ესე კომენტარი დამიწერეთ და აუცილებლად დაგილინკავთ, მაგის პრობლემა არ იქნება. მოკლედ ამის იმის თქმა მინდოდა, რომ ნებისმიერი ფსიქიკური, ანუ ასე ვთქვათ, ნორმალური ფსიქიკური პროცესი შეიძლება გახდეს რაღაც მომენტში პათოლოგიური. და აქვე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. და იდეაში პათოლოგიაც ეგ არის, ანუ რაღაცა ნორმალური ფსიქიკური მოვლენის რაღაცა გადაჭარბებული ზომით არსებობა, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულად დიდი ზომით არსებობა. ან პირიქით ნაკლები ნაკლოვანება. ხო და ნუ ეს ძალიან ძველი დეფინიციაა, ეს ერთ საუკუნეს ითვლის დაახლოებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან აქტუალური დეფინიცია პათოლოგიური ქცევის და მოდი ასე ვთქვათ, კიდევ ეგეთი ერთი რამე დაახლოებით აი იდენტიფიცირება როგორ შეიძლება მოხდეს პათოლოგიის. ეხლა დიაგნოსტირებაზე არ გულისხმობ, დიაგნოსტირება სამედიცინო რამეა და ცოტა ესეთი რთული საკითხია დიაგნოსტირება, მაგრამ აი ესე ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხლა მე მგონი პათოლოგიური ქცევის დიაგნოსტირება საკუთარ თავზე და საკუთარ ქცევაზე არ არის ძალიან ძნელი. ნუ პირველ რიგში ეხლა რა თქმა უნდა, როცა ადამიანებს თამაშთან დაკავშირებით კონკრეტულად აქვთ ვალები, პრობლემები და ასეთი მსგავსი რაღაცეები, ამ დროს უკვე აღარ არის ხოლმე კითხვის ნიშნები თამაშის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ დავუშვათ ეს ქცევა გაღრმავდება და სერიოზულ პრობლემებში გადაიზრდება, მაგალითად აი შეიძლება ერთი ესეთი რაღაცა ის მოხერხებული კითხვის დასვა საკუთარი თავისთვის, რომ ასე ვთქვათ, ამას მე ეხლა ჩემი ნებით და გადაწყვეტილებით ვაკეთებ თუ არა. თუ მაგალითად პასუხი არის, რომ არა და მე ამას ჩემი ქცევით და გადაწყვეტილებით არ ვაკეთებ, არამედ აი უკვე ავტომატიზებული პროცესია ჩემს ცხოვრებაში, ცხოვრების წესში არის ასე ვთქვათ გამჯდარი. მაშინ ეს უკვე სარისკო პროცესია. ან მაგალითად თუ არის ეგეთი მომენტი, რომ ანუ ეს ქცევა კი არასასურველია, მაგრამ აი როცა მინდა დავანებებ თავს და ხო ეს შეიძლება იყოს რაღაცა თავის მართლების მომენტი, რომ აი სიგარეტს კი ვეწევი, ეხლა კი არ არის სასურველი სიგარეტს ვეწევდი, კი ჯანმრთელობის მავნებელია და კი რაღაცა, მაგრამ რა პრობლემაა, როცა მინდა თავს მაშინ დავანებებ. მაგას მეც მქონია ესეთი მომენტი, მაგას მიყავს
ასე ვთქვათ, დამოკიდებულებამდე პროცესი, მერე უკვე ის არის გამამართლებელი, რომ აი ვერ დავანებო საბოლოოში ის არის, რომ უბრალოდ სიგარეტი გინდა რომ მოწიო და ხარ დამოკიდებული ნიკოტინზე და ეწევი და ეწევი. საბოლოო ჯამში თავის დანებების ერთადერთი გზა არის ის, რომ აღიარო შენი პრობლემა და აღიარო დამოკიდებულება. თქვა რომ კი, მე მაქვს ეს, ასე ვთქვათ, არასასურველი ქცევა, დამოკიდებულება, შეიძლება დამოკიდებულების კვალიფიკაცია არ მიენიჭოს, მაგრამ გაქვს ეს, ასე ვთქვათ, მავნეჩვევა, არასასურველი ჩვევა და შეიძლება რომ დაიწყო ამაზე მუშაობა, ამის გამოსწორებაზე, ამაზე, ასე ვთქვათ, ესეთი სერიოზული და, ასე ვთქვათ, ესეთი ანალიტიკური მიდგომა დაიკავა ამასთან. გამოსავალი რა არის თქვი? გამოსავალი ის არის, რომ იყოს ამაზე სერიოზული თერაპიული მიდგომა, იქნება ეს დაუშვათ რაღაცა რომელი სკოლა იქნება, რომელი თერაპიული სკოლა იქნება, შეიძლება ამის მნიშვნელობა ქონდეს, მაგრამ არსებითი არა, შეიძლება სხვადასხვა სკოლებიცადო, რომელიც თქვენს იქნება უფრო შესაბამისი იმ სკოლის მიმართულებით წახვიდე და ასე შემდეგ. თავი დაიწყო მუშაობა და ასე ვთქვათ, სერიოზული გამოსავალი არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომელსაც თქვათ, სერიოზული პრობლემები, დამოკიდებულების, სხვა დაავადებების არანაირი პრობლემა არა, ან დამოკიდებულება ზოგადად დაავადებად არის აღიარებული. და რომლებმაც მოაგვარეს ეს პრობლემები და დღესდღეობით ისინი ეხმარებიან სხვებს ამ პრობლემის მოგვარებაში და მოკლედ ვისაც ამ პრობლემასთან შეხება გაქვთ, გისურვებთ ჯანმრთელობას და მოკლედ დავამატებდი არა, გავიმეორებდი, რომ გამოსავალი ნამდვილად არსებობს, ამისი მტკიცებულებები არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიები და მე ამ გზით წავიდოდი თქვენს ადგილას. კარგი, მოდი ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს საკითხს და მოკლედ ძალიან ესე ეფექტურად გადავედით ამ საკითხზე და ეს არის კაზინო. კაზინოზე რა თქმა უნდა ახლა თამაშის დიზაინზე ბევრი არაფერი სათქმელი არ არის. არა, უბრალოდ არის სათქმელი, ხო და ვიტყვი და დაახლოებით პრინციპს ვიტყვი, როგორ მუშაობს დაახლოებით ეს კაზინო და რა მუღამია საერთოდ ამ თამაში. ესე იგი, მე სანამ ამ ვიდეოს წერას დავიწყებდი, ვცდილობდი რომ მომეფიქრებინა რაციონალური მიზეზი თუ რატო შეიძლება ითამაშოს ადამიანმა კაზინო და აი მაინც რაციონალური მიზეზი სიმართლე გითხრა ვერ მოვიფიქრე. ხო, თუმცა, კაი, მოდი ამაზე მოგვიანებით ვიტყვი. ერთ სიტყვით, პრინციპი რა არის? აი, რულეტკა ავიღოთ, მოდი პირველი და ეს პრინციპი მე რაღაც სხვა რაღაცაზე შეიძლება განვაზოგადოთ რა. რულეტკაში არის 37 შესაძლო ალბათობა რა, რაშიც ჩავარდება ბურთი. თითოეულ ასე ვთქვათ, უჯრას, რომელშიც შეიძლება ჩავარდეს ბურთი, კოეფიციენტი, ანუ ჩვენი ბზონი მრავლდება 36 ერთეულზე. ანუ ერთილარი რომ დავდო რომელიმე უჯრაზე 37 შემთხვევაში ერთხელ მოვიგებ, ანუ ჩემი ალბათობა იქნება 1/37 და მოვიგებ 36 ჯერ უფრო მეც ვიდე დავდე. ანუ ყოველ 37 ბზონში ერთ ბზონს წავაგებ. აი ესეთი მარტივი სტრუქტურა აქვს ამ თამაშს. კი მე იქ შეგინთ არის რაღაც სექტორები, რაღაცები, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს პრინციპი ცოტა უფრო ჩახლართული ფორმით ყველა სტრატეგიაში მუშაობს. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ თეორიის, ასე ვთქვათ, სტრატეგიას, რომელიც რულეტკას დაამარცხებს, ადამიანები ცდილობენ ხოლმე რაღაცა მოიგონონ და მე მაგალითად როცა კაზინოში მოხვედრილა ხოლმე, ნუ კაზინოში აი ნამდვილ კაზინოში ნამყოფი არა, მაგრამ აი რაც სლოტ კლუბებში და რაღაც ეგეთებში რაღაც ნამყოფი. იქ ხედავდი ხოლმე რომ ადამიანები ძალიან დიდი ინტელექტუალური მსჯელობებით იყვნენ ხოლმე დაკავებული. თუ რომლის მერე ჩააგდებს და ასე შემდეგ, ამას არანაირი სტრატეგიული და ასე ვთქვათ, ინტელექტუალური ღირებულება არ აქვს, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ისა მარჩიელობა, მკითხაობა, მეტი არაფერი. აინშტაინმა ვერაფერი ვერ გაუგო ამ თამაშს, ანუ და თქვა საბოლოო ჯამში, რომ ამ თამაშს დავამარცხების შემთხვევაში თუ მექნება ულევი კაპიტალი და ულევი დრო, რაც ნუ არავის არ აქვს, მაგრამ იმან ძალიან ისე აღმატებულ ხარისხში თქვა, რომ რულეტკა არის დავამარცხებელი დისციპლინა, იმიტომ რომ მაინც ცოტა აღმატებულ ხარისხში აზროვნებდა ალბათ ეგ ადამიანი. და კიდევ ამ თემაზე არის, აი ზოგადად ამის ჯელობის საკითხი ვამობდი, როდის წითელი ჩავარდა, როდის შავი და როდის 14 და როდის 17, ხო? ძალიან მაგრად აქვს აღწერილი დოსტოევსკის თავის ნაწარმოებში მოთამაშე, რომელიც დოსტოევსკის დიდ ნაწარმოებებს შორის არ მოიაზრება ხოლმე, ეს 5 დიდი ნაწარმოებიც არის დოსტოევსკის, ამ 5 ნაწარმოებში არ შედის ხოლმე. და მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი კონკრეტულად გემბლინგის ნაწილში ეს არის უძლიერესი ნაწარმოები და ძალიან კარგად არის აღწერილი აი ეს მთელი ეს ზამასკა, შეიძლება ტილტირავი რაღაცა დაუძახოთ, როგორ არის შეთრეული ეს ადამიანი თამაში და როგორ განიხილავს, როგორ ითვლის, როდის წითელი ჩავარდა, როდის ჩავიდა, ასე ვთქვათ, როგორ არის გაბრუებული აი ამ თამაშის პროცესით, ასე ვთქვათ რა. და ძალიან კარგად არის აღწერილი აი ამ ადამიანის ეს ნებათა ღელვა, აი ფსიქოლოგია, აი ამ ფიქრების მსვლელობა ძალიან მაგარი და მე რა გავუწევდი ამ ნაწარმოების რეკომენდაციას, ვისაც
თამაში გიყვართ ზოგადად და ასე ვთქვათ, თამაში გაინტერესებთ, მოდი ასე ვთქვათ, ამ ნაწარმოების საკითხს გავუწევდი რეკომენდაციას. მოგეთ, ამ თამაში არ არის ის ფუნდამენტური საჭიროება და მოთხოვნილება, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ განვითარების, ანუ უნარების განვითარების მოთხოვნილება, ანუ არანაირი უნარები არ არის, რომლებიც დაიხვეწება, რამდენი ხანი თამაშობდი, რამხელა გამოცდილება გაქვს, როგორ არანაირად, ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა კაზინო გეიმებზე, ნებისმიერ კაზინო გეიმზე. ეს არის მომგებიანი დისციპლინები, ანუ მოთამაშეები არ არიან ჩაყენებული თანაბარ პირობებში. ანუ ის, ვინც არის ორგანიზატორი, არის აუცილებლად გამარჯვებული. ანუ ორგანიზატორი, ვინც არის, ერთ-ერთი მოთამაშე არის, ერთ-ერთი მხარეა თამაშის და ის აუცილებლად გამარჯვებულია. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, როცა ადამიანები ფულს იხდიან გართობაში. ანუ რეალურად სინამდვილეში თქვენ მიდიხართ, იხდით ფულს, ანუ ხარჯავთ ფულს გართობაში. როგორც მაგალითად იყიდოთ სასმელი, დალიოთ ალკოჰოლი, ხო, დაუშვათ. დაახლოებით იგივე რამეა, უბრალოდ აქ ეს გადასახადი, რომელსაც იხდით, ანუ საკომისიო არის არასტაბილური და შესაბამისად ხანდახან იგეთ, ხანდახან აგეთ, საბოლოო ჯამში უბრალოდ ფულს ხარჯავთ. 27 ფსონში ერთხელ ერთ ფსონს. კარგი, ამაზე თქვით, სლოტებსაც აქვს დაახლოებით იგივე სტრუქტურა. ეს თამაშები არის ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ ქმნიან სტრატეგიის ილუზიას, ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ შეიძლება აქ არსებობს რაღაცა სტრატეგია, მაგალითად ის სლოტებში რომ ამოგიდეთ წითელს დაარტყა თუ შავს დაარტყა და იქ მსჯელობენ ადამიანები, აი წითელს დავარტყა თუ შავს დავარტყა. სამდვილეში არანაირი მსჯელობა არ არის, მაგრამ რომ დაარტყავს წითელს და ამოვა მართლა რაც უნდა ამოსულიყო და ფულს მოიგებს, ანუ ის მას უჩნდება ილუზია, რომ მას სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ანუ სწორად ითამაშა. ანუ სწორად განავითარა თავისი უნარები, ანუ ევოლუციურ ჭრილში შევხედოთ ამას და მოთხოვნილებების ჭრილში შევხედოთ, რაც არის აბსოლუტურად მცნარი. აი დაახლოებით ეს არის ისეთივე თამაშები, როგორც აი შაქარი არის საჭმელი. ახლა შაქარი ხო არ არის საჭმელი, კვებით ღირებულებები არ აქვს და მავნებელია ჯანმრთელობის, მაგრამ გემო კარგი აქვს და აი დაახლოებით იგივე პრინციპია თამაშებში, კაზინო თამაშები რა. ანუ არანაირი საზრისი ყოველგვარი გამოცლილი აქვს, უბრალოდ არ დარჩენილი, მარტო მოვიგე წავაგე და მოულოდნელობის ეფექტი, რაც აკეთებს აი ჩვენი ნეიროქიმიის ძალიან კვეთრ სტიმულირებას. კარგი, ეხლა ყველანი მივხვდით, რომ ამ თამაშების თამაშს არ უწევ რეკომენდაციას, იდეაში ეს არხი ზოგადად მაღაზია. მაღაზია არ არის პოკერზეა, მაგრამ პოკერი, ანუ ჩვენ იმ ჭრილში გვიყვარს პოკერი და ზოგადად პოკერის პოპულარიზაციის იმ ჭრილში ვაკეთებ ამ არხზე, რომ ეს არის skill game და რომ სტრატეგიული მიდგომა იყოს ამ თამაშის მიმართ და ასე შემდეგ. ხო, პოკერთან დაკავშირებით მე გადავალთ, კიდე საინტერესო რაღაცებს ვიტყვით, კეკერძეს როგორ მუშაობს ეკონომიკა და ასე შემდეგ. ესე იგი, ყველაზე პრიმიტიული ფორმა თამაშის, როგორ გავყიდო თამაში. არის ყველაზე პრიმიტიული, ყველაზე ელემენტარული ფორმა, აი გადაფხიკე და მოიგე რო არის, ლატარიის პრინციპი რო არის. გადაფხიკე და მოიგე და ეს მოულოდნელობის ეფექტია რა, გადაფხიკვა და მოგება. ეს ყველაზე სტანდარტული ლატარიის პრინციპი რა არის? და ის სამსახურებში ლატარიას თამაშობენ ხოლმე და დაარიგე, ანუ მაგალითად 10 კაცი ავკრიფავთ 100 ლარს და ერთ-ერთ ჩვენგანს მისცეთ 1000 ლარს. იქ არ არის არანაირი დისპერსია, ვიღებთ თანმიმდევრობით, თუ შემთხვევითობის პრინციპით ამოვიღებთ იმის სახელს, ესე იგი, იქ ხდება კიდე მოულოდნელობის ეფექტი, გვიხარია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იქ არ არის დისპერსია, არ არის საკომისიო, უბრალოდ ეს არის ფულის შეგროვების ანალოგი, მაგრამ ფულის შეგროვების რაღაც უფრო ეფექტური მოხერხებული მეთოდი არის. მაგრამ მე თუ ავდგები და დავაორგანიზებ მილიონ ადამიანში ლატარიას, და ყველას გამოვართოთ თითო ლარს და ერთ-ერთ ჩვენგანს მისცემ შემთხვევითობის პრინციპით მილიონ ლარს, აქ რა თქმა უნდა ჩვენ თანმიმდევრობით არ ვაძლევთ ყველას, ანუ უბრალოდ ვიღაცას არასოდეს არ შეხვდება და ვიღაცას მილიონი შეხვდება, ხო? და აქედან მე ავიღებ საკომისიოს, ეს ხდება უკვე განსხვავებული თამაში, ეს ხდება თამაში და შენ შეიძლება, ანუ ეს უკვე მოქნილი შეგროვების პრინციპი აღარ გამოდის, ეს უკვე გამოდის თამაში, რომელშიც შენ შეიძლება არასოდეს არ მოიგო. და ანუ რა თქმა უნდა შეგროვება იქნებოდა უფრო ეფექტური. ახლა თითო ლარით მილიონს სავარაუდოდ ვერ შეაგროვებდი და სავარაუდოდ არიან ადამიანები, ვისაც უღირთ, რომ გარისკენ ისეთი თანხა, რომელიც აი რაციონალურობაზე რო ლაპარაკობდი, რაციონალურად როგორ შეიძლება იმეთქი ითამაშო, ხო? გარისკენ რაღაცა ესეთი უნიშნელო თანხა, მაგრამ აი ესეთი რაღაცა life changer-ი რაღაცა სიტუაციაში, რაღაცა life change რაღაცა სიტუაციაში გაიჯითონ და კაროჩე შეცვალონ თლიანი ცხოვრება, ანუ ამისი ალბათობა შეიქმნას. ხო, ესეთი რაღაცა ალბათ შეიძლება ჩაითვალოს რაღაც სიტუაციებში რაციონალურ ქცევად ვიღაც ადამიანებისგან, თუმცა აი სტატისტიკა მაინც აჩვენებს ეგეთ რამეს, რომ ან ლატარიაში გამარჯვებული ადამიანების რაღაც ძალიან დიდი ნაწილი, 60%-ზე მეტი თუ მოკლედ რაღაცა დიდი ნაწილი საბოლოო ჯამში მაინც იგივე ცხოვრების ხარისხს უბრუნდება ხოლმე. რა ხარისხიდაც დაიწყო, მაგრამ ხო რა, ერთ სიტყვით ალბათ ეს რაც ეხა აღწერე, ალბათ შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ესეთი რაღაცა მეტნაკლებად რაციონალურობასთან კავშირში
გემბლინგის სტრატეგია, რომ ანუ მე დებ ისეთ ფულს, რომელიც არაფერში არ მჭირდება, რომელიც გადამეყარა საერთოდ არაფერში არაფერს არ მიზავდა, მაგრამ ის შესაძლო მოგება, რომელიც შეიძლება მომეგო, ჩემ ცხოვრება შეცვლილა და მოდი აი მაგიტომაც ესე ვაკეთებ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ცხოვრების შეცვლა ბევრად უფრო გარანტირებული და ბევრად უფრო ეფექტური გზებით არის შესაძლებელი, შესაბამისად ხო, მაგზებზე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას. ეხლა აქ შეეხება პოკერს. ეხლა როცა ადამიანებს ველაპარაკები ხოლმე პოკერზე, რომელთანაც პოკერთან ახლოს არ გაუვლიათ, გულისხმობენ ხოლმე ამ პოკერს, რაღაცა ultimate პოკერს, რომელსაც რუსულ პოკერს ეძახიან ასევე. ეს არის თამაში, რომელიც საერთოდ არ არის kill game, ეს არის ჩვეულებრივი კაზინო გეიმი, თუმცა blackjack-ის არ იყოს, რაღაცა პირობებში შეიძლება თეორიულად არსებობდეს, რომელ პირობებშიც ვიღაც ადამიანები ამ ultimate პოკერს თამაშობენ პლუსში. ეხლა მე ეს პირობები ზოგადად არ ვიცი, ზოგადად ვერ ვერკვევი ეს თამაში საერთოდ არასდროს არ მითამაშია, მაგრამ ასე ვთქვათ, აი დეფოლტზე ეს არის აუცილებლად კაზინო გეიმი, როგორც ეს ასევე blackjack-ი, მაგრამ რაღაცა პირობები შეიძლება არსებობდეს, რაღაცა შემოთავაზება, აქცია თუ რავი რაღაცა მსგავსი, სადაც იქნებოდა მოგებიანი ამის თამაში, მაგრამ ძალიან კარგად მერკვევოდი ამ თამაშის დიზაინში, რომ ეგ სტრატეგია შეიმუშაო. ეხლა მე ამ ვიდეოსთვის ამ სტრატეგიაში არ გავერკვიე, იმიტომ რომ ჩვენც არ მგონია ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ამას მეგონი არავინ არ თამაშობს, რავი, ყოველ შემთხვევაში მე ვინც შევხედრია. უბრალოდ კი მყავდა ერთ საკაცი, რომელსაც ევასებოდა და დიდად თამაშობდა, მაგრამ ნუ მოკლედ არ არის სამნიშნელოვანი ჩემი აზრით ეს თამაში დიდად. პოკერი არის ისაც ადამიანები ერთმანეთში თამაშობენ და ცდილობენ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ინტელექტუალურ სკილებში აჯობონ. შემდეგი საკითხი ეს არის ტოტალიზატორი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს რაღაცა პირობების გათვალისწინებით skill game-ი, არსებობენ პროფესიონალური ტოტალიზატორის მოთამაშეები, ან sport betting-ის პროფესიონალები არსებობენ, თუმცა აქაც არის ძალიან სპეციფიკური პირობები. მე მაგალითად ერთი პერიოდაც მუშაობდი პოკერის თამაშად, დიდად არ მეცალა და ვიყავი დაკავებული sport betting-ით. იყო რაღაც ძალიან კარგი აქციები, აჭარაზე, თუ სწორად მახსოვს, ხო, არა, აჭარაზე სხვა კაზინოებშიც გაძლევდნენ მოკლედ free spin-ებს გირიცხავდნენ ფსონის სანაცვლოდ, შესაბამისად ამისი გამო თითქმის უფასოდ გიწევდა ფსონის დადება და შესაბამისად ძალიან ეფექტური იყო, რომ ფსონები გაგიკეთებინა და თამაშობდი რაღაცებს ვაპლიუსებდი ამ აქციების ფარგლებში და ნუ ვიფიქრე, რომ მეთქი რახან ამ აქციებს თამაშობ, მოდი მეთქი გავერკვევი სტრატეგიაში, sport betting-ის სტრატეგიაში. იყო პერიოდი, როცა უყურებდი YouTube-ზე პროფესიონალებს და აღმოაჩინე ეგეთი რაღაცა, რომ ეს პროფესიონალები რა შედეგებსაც დებდნენ და რა კოეფიციენტებში დებდნენ, მე ქართულ კაზინოში თითქმის ვერასოდეს ვერ პოულობდი. ჯერ ერთი კოეფიციენტები ჩვენთან უფრო დაბალი იყო ხოლმე, ვიდრე იმათ ქონდათ ხოლმე დაწერილი ბილეთები რაღაცა საერთაშორისო კაზინოებში. და მეორეც ერთი კიდე იყო ხოლმე პრობლემა, რომ მაგალითად იმათ ქონდათ ხოლმე რაღაცა ფსონები, რომლებსაც მე საერთოდ ჩვენ კაზინოებში ვერ პოულობდი. მაგალითად თუ იყო მაგალითად ფსონი რაღაცა 1x და 1.5-ზე მეტი გოლი, ჩვენს კაზინოებში შეიძლება მე ნახა მარტო 1x და 2.5-იანი ტოტალი და ნარჩენი ტოტალები აღარ იყო შემოთავაზებული. ან რაღაცა ის გავსი პრობლემები ძალიან ბევრ ფსონთან დაკავშირებით შემექნა ხოლმე. ვერ ვიპოვე ხოლმე ის შედეგი, რა შედეგსაც ეს ადამიანები დებდნენ ასე ვთქვათ, სხვა უცხოურ ტოტალიზატორებში. მე რახან თანამშრომლებმა მიხეს რომ აი აჭარაზე არ არის და აი ბეთლაივზე არის და კროკოზე არის და იმაზე არის და ანუ ასე ვთქვათ, ესეთი ინტუიცია გაუჩნდათ, სპეციალურად ამის გადასამოწმებლად მივწერე კიდევაც, რომ აი ეს შედეგი გააქვთ და თითქმის ყველა კაზინომ მიპასუხა ხოლმე რაღაცა კონკრეტულ შედეგებზე, რომ არა აქვს და ეს შედეგი არც ექნებათ ხოლმე და შესაბამისად აი ესეთ ფაქტს გადავაწყდი. კარგი, აქვე კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ პროფესიონალებს რო უყურებდი, მთავარი რეკომენდაცია რაც იყო ხოლმე პროფესიონალებისგან, ეს იყო, რომ თუ ხარ დამწყები მოთამაშე, ну, ზოგადად თვითონაც ძირითადად თამაშობდნენ სინგლებს, ანუ ერთ ფსონს აკეთებდნენ ერთ ბილეთში. რაც შეეხება ექსპრესებს, სადაც არის რამდენიმე ფსონი ერთ ბილეთში, ერიდებოდნენ და ჩვენს გვირჩევდნენ, რომ მოვრიგდებოდით. კარგი, ერთ სიტყვით მე მგონი ტოტალიზატორთან დაკავშირებით უკვე თქვი. ხო, ეხლა შემდეგი საკითხი, რაც არის ნარდი. ნარდი არის აუცილებლად skill game-ი და ერთ სიტყვით ნარდზე მინდოდა მეთქვა, რომ ეს თამაში არის skill game-ი, მაგრამ შედარებით რომ პრიმიტიული თამაშია მაგალითად ვიდრე პოკერი და ერთ სიტყვით ეს არის ერთ-ერთი პირველი თამაში, რომელშიც კომპიუტერმა დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა არის მართლა კარგი თამაში, ხალხი თამაშობს და მაგალითად როცა მე მეკითხებიან ხოლმე ნარდთან დაკავშირებით არა, პოკერთან დაკავშირებით, თუ რა არის პოკერი და როგორ მუშაობს და ასე შემდეგ, ძირითადად ხშირ შემთხვევაში მე მომყავს ხოლმე ნარდის მაგალითი
და ნარდის მაგალითად ძალიან ეფექტურად შემიძლია ხოლმე აუხსნა თუ როგორ მუშაობს პოკერი, მაგალითად ის რომ ერთი ცალკეული პარტია შეიძლება გადაწყვეტოს კამათელმა, მაგრამ რაღაცა 100 პარტია ორ ასე ვთქვათ ოპონენტს შორის, რომელიც ერთი არის განსაკუთრებული უპირატესობით გამოირჩევა სქილში 100 პარტიას კამათელი ვერ გადაწყვეტავს, ძირითადად ესე ინტუიციურად კარგად ესმით ხოლმე ნარდის მაგალითზე. კარგი, ესე იგი ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე ასე ვთქვათ ძირითად თემებზე, ეხლა გადავალთ თამაშის თეორიაზე, რომელიც ჩვენი გაკვეთილის მთავარი თემა არ არის, უფრო ესე ეკონომიკის თემაა, მაგრამ ძალიან საინტერესოა და გავუწევთ რეკომენდაციას ასე ვთქვათ ამ თემაზე ვიდეოების ყურებას. ეხლა ამ წიგნის წაკითხას რეკომენდაციას არ გავუწევდი, ეს უბრალოდ როგორც წყარო ისე წარმოადგინე, მე თვითონ ეს წიგნი არ მაქვს სამწუხაროდ წაკითხული, თუმცა მაინტერესებს და თუ ჩამივარდება ხელში ჩვენ ეს აუცილებლად წავიკითხავ. ერთი სიტყვით ეს არის ჯონ ვან ნიუმენი, ეკონომისტი და მათემატიკოსი, რომელიც არის ასე ვთქვათ ფუნდამენტური ნაშრომის თამაშის თეორიის და ეკონომიკური ქსევის შემქმნელი და რა თქმა უნდა, თანაავტორიც ყავდა ეს მარგენშტერნი, ესეც უნდა ვახსენოთ, მაგრამ ეს ციტატა როგორც ვიცი ეკუთვნის ნიუმენს, ეს არის ციტატა პოკერის შესახებ, ის ამბობს, რომ პოკერი შახმატისგან განსხვავებით უფრო მეტად გავს ცხოვრებას, რადგან პოკერი არის როგორც ცხოვრება, არა სრულ ინფორმაციული თამაში. და რა იგულისხმება ამაში, რომ ანუ პოკერში არის დახურული face down კარტი, რომელიც შესაძლოა ჩვენ არ ვიცით და ყველაფერი, ანუ ყველა მთლიანი ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი ჩვენ თვალწინ, განსხვავებით მაგალითად ნარდისგან, შახმატისგან, შაშისგან და სხვა თამაშებისგან. ეხლა აქვე მინდოდა მეთქვა ეგეთი რაღაცა, რომ ანუ ეხლა გამართლების ელემენტთან დაკავშირებით. ეხლა ნონა გამფრიდაშვილის ინტერვიუს კიდევ ერთხელ დავუბრუნდები. ნონა გამფრიდაშვილმა თქვა, რომ ჭადრაკში არის გამართლების ელემენტი, თუმცა ჭადრაკში არის იმდენად გამართლების ელემენტი, რამდენადაც ზოგადად ცხოვრებაში არის გამართლების ელემენტი და თვითონ თამაშის სტრუქტურა არ მოიცავს გამართლების ელემენტს. მაგალითად, ეხლა ფეხბურთში რო ავხსენეთ ზეგან რიკოშეტის თემა, ხო? ეს არის გამართლება ნამდვილად და რაც შეეხება ჭადრაკს, ესეთი რამე ჭადრაკში არ არის. ჭადრაკში ერთადერთი გამართლება შეიძლება იყოს თქვენი ოპონენტის შეცდომა, რაც ნუ იდეაში თამაშის მექანიკა არანაირად ამას არ მოითხოვს. და ასევე მინდა დავამატო ეგეთი რამე, რომ აი გამართლების ელემენტთან დაკავშირებით ბილიარდიდან, რომ ჩვენ ბავშვობაში ვთამაშობდით ბილიარდს, პულს თამაშობდით ეხა თბილისში და ერთი სიტყვით ვეძახობთ ხოლმე ტუპოი შარს, თორსა შენ არ ქონა განზრახული რაც შარი შაგდება და ჩავარდა ბურთის რა, ანუ ქართულად ბურთია. ნუ ტუპოი შარს ვეძახობდით და ამ ტუპოი შარის შემთხვევაში, ჩაგდების შემთხვევაში მქონდა ეგეთი წესი, რავის ამდენად პროფესიონალური წესი არ ვიცი, ხა ჩვენ უბანში ვთამაშობდით ისე. რომ ჩვენ სვლა გადადიოდა, ანუ სვლა არ გინარჩუნდებოდა, მაგრამ შარი ჩავარდნად ითვლებოდა, ანუ უკან არ ვიღებთ იმას. ანუ რაღაცა მაინც რაღაც ტიპის დისპერსიის შემცირებას მაგითი ვცდილობთ, ანუ ეს გამართლების ელემენტის შემცირებას. ნუ მოკლედ ჭადრაკში ეს გავსი რამე არ არის. პოკერში თქო უნდა ესეთი რამე არის, მაგრამ თავარი პრინციპი, რაც პოკერს აახლოებს ცხოვრებასთან, რეალურ ცხოვრებასთან, ეს არის გამართლების ელემენტის გარდა, ეს არის არასრულ ინფორმაციულობა და ამ თემაზე ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრებთ შემდეგ სლაიდზე, სადაც არის ესეთი თამაში. ეს არის თამაშის თეორიის ერთ-ერთი ფუნდამენტური მაგალითი, რომელსაც ქვია ესე იგი დაპატიმრებულის დილემა, შეიძლება ქართულად ეგრევე ვთქვათ. სადაც აი დაახლოებით სიუჟეტი ესეთია, ორ ადამიანს დააპატიმრებენ თანამძახველებს და სთავაზობენ, რომ ითანამშრომლონ პოლიციასთან. ესე იგი, თუ ორივენი იტყვიან უარს, ორივეს გაუშვებენ, თუ ერთ-ერთი მათგანი ითანამშრომლებს, მარტო მაგას გაუშვებენ და თუ ორივე ითანამშრომლებს, ორივე შედარებით პატარა პატიმრობას მიიღებენ რა. დაახლოებით, მაგრამ ერთმანეთის შესახებ არ აქვს ინფორმაცია, რომელმა რა გააკეთა. მოგებიანი არის, არც ერთმა არ ითანამშრომლოს, ანუ პოლიციასთან თანამშრომლობს გულისხმობთ, რომ შემდეგში ამ მაგალითის ცოტა სხვა თამაშის წილში წარმოადგენს, სადაც ერთმანეთთან თანამშრომლობაზე იქნება საუბარი და ამ შემთხვევაში დავაკონკრეტებ, რომ პოლიციასთან თანამშრომლობაზეა საუბარი. ერთზევით პოლიციასთან ყველაზე მომგებიანი რომ არც ერთმა არ ითანამშრომლონ, ანუ ერთმანეთთან ითანამშრომლონ. ესე იგი, ანუ ორივენი გავლენ, ანუ ასევე მომგებიანი იქნება, რომ ერთ-ერთმა ითანამშრომლოს დაუშვათ და მეორეს გაუჩალიჩეს ერთი სიტყვით, მაგრამ თუ ორივე ერთმანეთს გაუჩალიჩეს, ეს იქნება ორივესთვის სერიოზულად დამღუპელი. ერთი სიტყვით ამ ასე ვთქვათ დაპატიმრებულის დილემაზე შეიქმნა თამაში
და ამ თამაშის პრინციპი ახლა დაბატიმრებისგან განსხვავებული იყო, რა თქმა უნდა, და შეიძლება დაბატიმრების დილემაზე ახლა რომ პირობა მოვყევი, შეიძლება იმ პირობაში რაღაცა შემეშალა რა. და მაპატიეთ, ანუ ეს არ იქნება პრობლემა, ახლა მეთქო შემომჩნევი მეგონი რაღაცა შემეშალა, მაგრამ აი თამაშის მაგალითზე ძალიან კარგად ჩანს. აქ იყო ქულები, ესე იგი ორი მოთამაშეა ერთმანეთის წინააღმდეგ. აქვს ორი ოფცია, ერთი ითანამშრომლოს, ანუ პარტნიორთან ამ შემთხვევაში, მეორე არ ითანამშრომლოს. ეს არის და ეს. ქულები არის შემდეგნაირად განაწილებული, ანუ თუ ითანამშრომლებს სამ ქულას იღებს, ანუ ორივე თუ ითანამშრომლებს უბრალოდ სამ ქულას იღებენ ორივე, თუ არც ერთი არ ითანამშრომლობენ, მიიღებენ თითო ქულას და თუ ერთ-ერთი ითანამშრომლებს და მეორე არა, ვინც არ ითანამშრომლებს, ის მიიღებს 5 ქულას. ანუ ესე იგი თუ გაუჩალიჩებ ოპონენტს, უღალატებ, მიიღებ 5 ქულას. თუ ის ითანამშრომლებს მაგ შემთხვევაში. მაგრამ შენ არ იცი შენ ოპონენტმა რა გააკეთა რა, ეს არის მთელი მუღამი. და ამ თამაში ესე იგი შექმნეს რაღაცა პროგრამები, სხვადასხვა სტრატეგიით და ჩაატარეს რაღაცა ტურნირები. ნუ სხვადასხვანაირი ტურნირები იყო, სხვადასხვა ფორმატები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტრატეგია იყო თვალის წილ, რომელიც თუ უღალატებდი ისიც გიღალატებდა, თუ ითანამშრომლებდი ისიც ითანამშრომლებდა. ძალიან ესეთი სიმბოლურია და ნიუმენი ამბობდა ეს რამეს, რომ რა თქმა უნდა ეს პოკერში არ მუშაობს, პოკერში ხანარი სტრუქტურის თამაში არის. რომ თამაშის თეორიაში მონაწილეობს ყველა ადამიანი განსხვავებით განურჩევლად ან მისი სურვილის, ანუ ეს ცხოვრება შედგება აი ესეთი ტიპის დილემებისგან და ჩვენ გვიწევს რომ მივიღოთ რაღაცა ოპტიმალური გადაწყვეტილებები არასრული ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომაც პოკერი ძალიან გავს ცხოვრებას, იმიტომ რომ იქაც გადაწყვეტილებების მიღება, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს ხოლმე არასრული ინფორმაციის პირობებში. კარგი, ესე იგი, ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. მე ეხლა ამ საკითხზე ღრმად არ შევალ და ამ თემაზე ვიდეოს დავტოვებ აუცილებლად კომენტარებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია თამაშის თეორიაში კიდე არის აი ეს ასე ვთქვათ დანაკარგებზე შეგუების საკითხი. ხა ეს წინადადება კარგად ვერ გადმოვთარგმნეს, სიმართლე გითხრათ. Sunken fallacy ეგ არის დაახლოებით ესეთი ჩაძირული ინვესტიცია, ჩაძირული დანახარჯები ან რაღაც ეგეთი. ერთი სიტყვით კონკრეტული შეცდომა, როდესაც ჩვენ გვაქვს გაკეთებული უკვე რაღაცა გარკვეული ინვესტიციები და ვერ ვეგუებით ამ ინვესტიციების დანაკარგებს. წეგან აზარტული თამაშების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობდი და მანდაც არის ხოლმე ძალიან პოპულარული კონკრეტული შეცდომა, როცა ადამიანები ცდილობენ დააქამბეკონ რაღაც ასე ვთქვათ უკვე წაგებული ფული. ანუ იმ დონეზე პრობლემის იმ დონეზე რომ დონეზე შენ შექმენი პრობლემა სავარაუდოდ ვერ მოაგვარებ პრობლემას და ეს არის აბსოლუტურად კონკრეტული შეცდომა და ყველაზე რაციონალური რაც იქნება არის ის რომ შენი მხრიდან დაანებო უბრალოდ თავი ამ დანაკარგებს შეეგუო დანაკარგებს მარტივად რო ვთქვათ. ეს შეიძლება იყოს ადამიანურ ურთიერთობებში, სადაც არასწორ ადამიანთან ქონდა ურთიერთობა წლების მანძილზე და გენანება ეს წლები ჩაყარო წყალში და მაინც აგზელებ ამ ადამიანთან ურთიერთობას იმის იმედად რომ შეიძლება გამოასწორო, რაც არის ძალიან არასწორი სტრატეგია. შეიძლება იყოს აი ძალიან მარტივი სიტუაცია, მაგალითად აი იყიდე საჭმელი, რომელსაც ვადა გაუვიდა და მე იმიტომ რომ ფული გაქვს დახარჯული ამაში, შეჭამა ვადა გასული საჭმელი და გარდა იმისა რომ ფული უაზროდ გადაყარე, დამატებით კიდე მოიწამლო. მაგალითად აი მსგავსი რაღაცა. პოკერის მაგიდასთან ესეთი რაღაცა გვემართება ხოლმე მაშინ როცა ორი არასწორი ქოლი გააკეთეს ყავდა ფლოპზე და თერნზე და რივერს ქოლავ, იმიტომ რომ უბრალოდ გენანება ის ფული რომელიც გადაიხადე უკვე მიხვდი რომ უაზროდ წინა ქუჩებზე და იხდი კიდე უფრო მეტ ფულს კიდე უფრო უაზროდ, რაც ნუ მე მაგალითად ბევრჯერ გამიკეთებია ჩემს კარიერაში. მოკლედ ეს არის ძალიან ესეთი პოპულარული კონკრეტული შეცდომა თამაშის თეორიაში და მოკლედ საინტერესოა რომ მაინც ვიცოდეთ და გვესმოეს. ერთ-ერთი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი კონცეფცია ასევე ეს არის გადარჩენილის შეცდომა, გადარჩენილის პარადოქსი, როგორ არის ქართულად ზოგადად არ ვიცი. და აი ესეთი მაგალითი არსებობს მეორე მსოფლიო ომიდან, სადაც ანუ ავიაცია, ეხლა აღარ მახსოვს რომელი ქვეყნის ავიაცია იკვლევდა პრობლემას, ანუ თვითმფრინავების სუსტ მხარეებს და წავიდნენ პრობლემის კვლევაზე შემდეგი გზით, რომ ანუ რომელი თვითმფრინავებიც ანუ დაბომბვიდან ბრუნდებოდნენ, საჰაერო იერიშიდან ბრუნდებოდნენ. სადაც ქონათ ასე ვთქვათ მეტი ზიანი მიყენებული, დაიწყეს იმ ადგილების ბრონით გაძლიერება, იმ პოზიციების გაძლიერება თვითმფრინავზე, სადაც მეტი დაზიანებები ქონათ და რაც იყო აბსოლუტური შეცდომა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითმფრინავები, რომლებიც არ ბრუნდებოდნენ, იმათ ქონათ სავარაუდოდ იმ ადგილებში დაზიანება, სადაც დაბრუნებული თვითმფრინავები ჯანსაღები იყვნენ რა. და პირიქით, ანუ ის ჯანმრთელი ადგილები, რაც ქონათ თვითმფრინავებს, სადაც არ ქონათ დაზიანებები, ის ადგილები უნდა გაემაგრებინათ, იმიტომ რომ მაგალითად ძრავის ნაწილში რაღაც ეგეთი რომ დაზიანდება თვითონ ის ვეღარ ბრუნდებოდა ფიზიკურად და შესაბამისად ანუ ნაკლოვანი ინფორმაციით შეიძლება შევიდეთ ძალიან დიდ კონკრეტულ შეცდომაში
და მაგალითად ჩვენ შეიძლება ნახოთ ადამიანი, რომელმაც რაღაც გზით მიაღწია წარმატებას და გავითვალისწინოთ მისი ისეთი ქცევის ისეთი ნაწილი, რომელიც საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ისევ კაზინოს ნაწილში რო დაუბრუნდეთ, ხო? შეიძლება ჩვენ ვიცოდეთ ადამიანი, რომელმაც მოიგო რაღაც ლარით 1000 ლარი, პირობითად ისევ აი მითიურმა ვიღაცა ტოტალიტარის მოთამაშე რაღაც ლარით 1000 ლარი მოიგო და გვეგონოს რომ ეს იმის დამსახურებაა, რომ რაღაცა სტრატეგია ქონდა, ან იმის დამსახურებაა, რომ რაღაც მაგარი იგროკია თუ რაღაცა, სინამდვილეში შეიძლება მიზეზი იყოს ის რომ უბრალოდ გაუმართლა, ან მიზეზი იყოს რომ ის უბრალოდ თავდაუზოგავი შრომით მუშაობდა თეორიულ ნაწილზე და ამ მოგებამდე მივიდა ისე რომ რაღაც ოპტიმალური სტრატეგიით თამაშობდა ობს ხრიდა და რაღაცა და ეს უბრალოდ გვერდითი ეფექტი იყო რომ ერთხელ შენი ერთ დღესაც უბრალოდ ეს 1000 ლარიანი ბილეთიც მოიგო, მაგრამ ამის გარდა კიდე ქონდა რაღაცა ნათამაშები და ნამუშევარი დაუშვათ თეორიულ ნაწილზე ძალიან ბევრი უყურებდა თამაშებს, იკვლევდა სტრატეგიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ იმედია მივხვდით სათქმელს რაც არის და ხო, გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ესე იგი, ეს წიგნი რატო ჩავსვი აქ? ეს წიგნი ძირითადად არარაციონალურ ქცევაზეა, ანუ როცა ადამიანები იღებენ არაოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, ეხლა იქ ის წიგნები, წინა წიგნები ეკონომისტების არის, ეს ფსიქოლოგიის დაწერილი წიგნია, რომელიც არის ასევე ქართულად დათარგმნილი, ეს წიგნი წაკითხული მაქვს. ამ წიგნის წაკითხვასაც ეხლა რო გითხრათ რეკომენდაციას გავუწევდი მეთქი მოგატყუეთ, ცოტა მოსაწყენი წიგნია, ძირითადად სულ არის ექსპერიმენტების პირობები, რაც ცოტა მოსაწყენი წასაკითხია. მაგრამ ამ წიგნში არის ძალიან ესეთი მოხერხებული კონცეფცია წარმოდგენილი, მოკლედ ავტორი ცდილობს, რომ ადამიანის ქცევის ასე ვთქვათ რაციონალური და ირაციონალური მოდელი დაასახელოს ორ სისტემად, სისტემა 1 და სისტემა 2 და მისი თქმით, ანუ სისტემა 1 არის, რომელიც ახერხებს სამყაროს და ასე სტიმულების მყისიერ შეფასებას და ავტომატიზებულ პასუხებს და სისტემა 2 არის, რომელიც არის კოგნიტური პროცესები და ასე ვთქვათ ინფორმაციის სრული შეჯამების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, რაც იდეაში ძალიან არაენერგოეფექტურია და შესაბამისად ჩვენ მიდრეკილები ვართ, რომ მიხედავთ სისტემა 1-ით და შესაბამისად დავუშვათ არარაციონალური ქმედებები ჩვენს ქცევაში. ეხლა რა თქმა უნდა ეს სისტემა 1 და სისტემა 2 რაღაცა კონკრეტულ სისტემებს არ გულისხმობს, ეს არის პირობითად დაყენებული ადამიანის ასე ვთქვათ ქცევითი პატერნები, არის გაყოფილი ორ ნაწილად, ანუ იდეაში აი მყისიერ ესე სწრაფ ავტომატიზებულ პასუხებად და ესე დაფიქრებულ ლოგიკურ და მსჯელობითი გადაწყვეტილების მიღების გზით მიღწეულ რაღაც ქცევად. ეს ძალიან საინტერესო კონცეფციაა, ეს ძალიან საინტერესო ავტორია, თუმცა მე მაინც გიჩვევით, რომ ამ ავტორს გაეცნოთ, ვისაც ახლა ფსიქოლოგია პროფესიონალურად არ გაინტერესებთ, რაღაც აი TED-ის სპიჩებით ან რაღაც ეგეთით, წიგნი თვითონ არის ერთ-ერთი ბესტსელერი სხვათა შორის ფსიქოლოგიაში, მაგრამ ასევე არის წიგნი, რომელიც შუაგზაზე მიტოვებულ წიგნებს შორის არის ძალიან მაღალ საფეხურებზე, იმიტომ ცოტა მოსაწყენია. კარგი. ეს არის და ეს ქართულად არის ეს წიგნი, ბევრი კითხავს, ბიზნეს ლიტერატურაში არის პოპულარული და ეს კონცეფცია, რომელიც ახსენეს სისტემა 1 და სისტემა 2-ზე, აი ამ კონცეფციის ცოტა უფრო ესეთი ნეირობიოლოგიური მოდელი იქნება აი ესეთი, როგორც არის წარმოდგენილი სლაიდზე. ეს არის ასე ვთქვათ სამი დონე ადამიანის ტვინის და ასე ვთქვათ ადამიანის ტვინის რეაგირების გარე სამყაროზე. ეს არის პირველი, რომელიც არის რეპტილიის ტვინი. აქ არის ჩვენი ასე ვთქვათ ფუნდამენტური ბიოლოგიური მოთხოვნილებები და რეფლექსები, რადგან ჩვენ ვილაპარაკეთ დღევანდელ ფსიქოლოგიის ვიდეოში დასაწყისში. შემდეგ იქნება ძუძუმწოვრის ტვინი, სადაც არის ლიმბური სისტემა, რომელიც იდეაში არის ტვინის აი შუაგული და ლიმბური სისტემა. მაქედან მოდის ეს სიტყვა და იგულისხმება ემოციები ამ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, ну აქ არის კიდე ჩამონათვალი, ჩვევები და მიღაჭველობა. და ასე ვთქვათ ემოციური რეაგირება გარე სამყაროზე და შემდეგი არის human brain neocortex როწერია გულისხმობა რომ ახალი ქერქი რაც ევოლუციურად არის შედარებით უფრო ახალგაზრდა, შედარებით უფრო გვიანი და უფრო მაღალ განვითარებული რა თქმა უნდა. აქ იგულისხმება ეს დიდი ჰემისფეროები, ანუ ტვინის ეს ნახევარსფეროები, პოპულარულ ენაზე რო ვთქვა და აქ არის ეს კოგნიტური პროცესები, აი ეს აბსტრაქტული აზროვნება და ყველაფერი რაც აქამდე ვილაპარაკეთ, ძირითადად აი შუბლის წილს უკავშირებენ ხოლმე ამ ასე ვთქვათ მსჯელობის გადაწყვეტილების მიღებას, რაც შესაბამისად ეს სამი დონე ურთიერთქმედებაშია. არ არის ესე რომ მაგალითად კი რეფლექსები ასე ვთქვათ ძალიან მყისიერია, მაგალითად აი წეღარო მაგალითი მოვიყვანე რომ
ცხელტაფას რო ხელი დაადო და უცებ გამოწიო მეკი, ხო? მაგია ზურგის ტვინიდან კონტროლდება მსგავსი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური რეფლექსები. მაგრამ რაც შეეხება ემოციებს და კოგნიტურ პროცესებს, ისინი ძალიან ჭიდრო ურთიერთქმედებებში არიან, შესაბამისად ჩვენ თუ ასე ვთქვათ, შევეცდებით რაღაცა ჩვენი ემოციების ასე რაციონალურობა გავზარდოთ და ჩვენი აზროვნებით და ასე ვთქვათ, ჩვენ ემოციებზე დაკვირვებით და არა რაღაცა ზეწოლით და შებოჭვით, არამედ დაკვირვებით და ასე ვთქვათ, კარგად გაცნობით და დამეგობრებით, ეს ძალიან ეფექტური გზა იქნება. ხო, ეხლა თამაშებზე ბევრი ვილაპარაკე და აქვე ერთი წიგნი, რომელიც ასევე არის ფსიქოლოგი და სხვადასხვა ესეც არის გაყიდვებით ესეთი ძალიან პოპულარული წიგნი. ეს არის ერიკ ბერნის წიგნი, თამაშები, რომელსაც ადამიანები თამაშობენ. ეს ძალიან სახალისო წიგნია, ამის წაკითხვას გირჩევთ. ეს ადამიანი არის ტრანზაქციული ანალიზის შემქმნელი, რომელიც ქართულად არის დათარგმნი. ტრანზაქციული ანალიზი არის ქართულად დათარგმნი. ხა ეს უკვე თერაპიული საკითხი არის, ეს ჩვენი თამაში, ჩვენი ვიდეოს თემა არ არის ეს ტრანზაქციული ანალიზი, ეს თერაპია, რომელიც ძირითადი როლებია გადანაწილებული ანუ ადამიანის ფსიქიკას ყოფს, ასე ვთქვათ, ბავშვის, დასრულის და მშობელის კატეგორიებად, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ფროიდის პიროვნების თეორიის ანარეკლი იყოს, მაგრამ ცოტა უფრო ღრმა და ბევრი, ასე ვთქვათ, ესეთი ძალიან საინტერესო მიგნებაა ამ თეორიაში ჩემი აზრით. ბევრი თერაპევტი მუშაობს ამ მეთოდით და მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც დადიოდა, ასე ვთქვათ, თერაპევტთან, რომელიც ამ მეთოდით მუშაობდა მასთან და რავი, მოწონდა და მაყოფილი იყო, ასე რომ ეს ტრანზაქციული ანალიზი საკმაოდ საინტერესოა, ჩემი აზრით. ბევრ სხვა თერაპიულ მეთოდთან ერთად, რა თქმა უნდა. ამ წიგნსაც შეეხება, ეს წიგნი უფრო ექსპერიმენტებზე და მეცნიერულ მეთოდებზე ნაკლებად არის დაფუძნებული, თუმცა თემაც ისეთია, რომ ზოგადად ცოტა მოუხელთებელი არის ექსპერიმენტული კვლევისთვის, უფრო ავტორის დაკვირვებებზეა დაფუძნებული და თუმცა ძალიან ისეთი კრეატიული და გონივრული და ლოგიკური წიგნია, ჩემი აზრით. და აქ ავტორი გვიყვება რაღაცა თამაშების შესახებ, რასაც ყოველდღიურ ადამიანურ ფსიქოსოციალურ სიტუაციებში, ურთიერთქმედებებში არის გამეორებადი პატერნები და მაგალითად მოვიყვანთ ერთ-ერთ თამაშს, რომელიც თამაშიც არის ეგეთი, რომელსაც ეძახის General Motors, ეგრე ეძახის მაგ თამაშს და General Motors-ი არის თამაში, როცა აი მაგას რაღაცა წვეულებაზე ვიღაც ტიპები დადგებიან კუთხეში და მანქანებზე ლაპარაკობენ რაღაცებს, როგორც პროფესიონალები და სამდვილეში არ არიან პროფესიონალები და უბრალოდ რაღაცა როლური თამაშია, სადაც აი ვითომ ვერკვევით მანქანებში თუ რაღაც ეგეთ. არა ზოგიერთ შემთხვევაში მართლა ერკვევიან და მართლა შეიძლება პრობლემა ქონდეთ რაღაცა და მართლა რაღაც რეალურ პრობლემებზე საუბრობდნენ, მაგრამ ხშირად არის სიტუაცია, სადაც უბრალოდ ასე ვთქვათ როლური თამაშია, უსიტყვო შეთანხმება, რომ აი რაღაცა როლები მოვირგეთ და ვითომ ვერკვევით. ესეთი რაღაცეები შეიძლება იყოს არა მხოლოდ მანქანებზე, შეიძლება იყოს რაღაცა მორალურ ღირებულებებზე, ფასეულობათა სისტემებზე და მსგავს რაღაცეებზე იყოს საუბრები, სადაც რეალური, ასე ვთქვათ, კრიტიკული მსჯელობის ნაცვლად იქნება რაღაცა შეთანხმებული, უსიტყვოდ შეთანხმებული, რაღაცა ბრჭყალებში პიანი ბაზარი, სადაც მარტო კლიშეები იქნება და არანაირი რეალური მსჯელობები. ესეთ რაღაცეებს ალბათ ბევრი შევსწრები ვართ და მაგალითად ეს არის ერთ-ერთი თამაში მით. ერთ-ერთი ისეთი ძალიან ისეთი ფუნდამენტური ამ წიგნისთვის უნიშნელესი მთავარი თამაში, რომელსაც გვთავაზობს, არის ეს თამაში, ალბათ ქართულად ესე შეიძლება გადმოითარგმნოს კი მაგრამ. და ეს კი მაგრამ გულისხმობს რას, რომ ადამიანი მოდის დაუშვათ რაღაც პრობლემით. რაღაც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან რაღაც და აი ამბობს, რომ აი მე მაქვს ესა და ეს პრობლემა. და ესენი თავაზობენ რაღაც გამოსავალს. მაგალითად მოდი აი ეს გააკეთე. კი მაგრამ და რაღაცა ასე ვთქვათ დამატებით გარემოებას ეუბნება, რომ ეს გამოსავალი არ იმუშავებს, იმიტომ რომ აი ეს და ეს გარემოებები არსებობს. მე ესენი სხვა გამოსავალს თავაზობენ, მე სხვა გამოსავალს. როგორც წესი ამ გამოსავლებზე ამ ადამიანს წინასწარ აქვს ნაფიქრი და წინასწარ უარყოფს ამ გამოსავლებს. და აქაც რა თქმა უნდა ეს ეუბნება დამატებით გარემოებებს და სინამდვილეში ამ ადამიანის მიზანი არ არის ის, რომ გამოსავალი იპოვოს, სინამდვილეში ამ ადამიანის მიზანი არის ის, რომ უბრალოდ საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცოს, რომ რაღაც რთულ სიტუაციაშია, საიდანაც გამოსავლის ძიება ძნელია. შესაბამისად ამ თამაშებში შეყოლა არის არაეფექტური, ჯობია ეს თამაშები არ ვითამაშოთ და მივიღოთ ნამდვილ დიალოგებში, ნამდვილ კრიტიკულ მსჯელობებში მონაწილეობა, სადაც იმუშავებს ნამდვილი ლოგიკა და არა რაღაცა როლური თამაშები, შეთანხმებები, სადაც ადამიანები იდეაში რაღაცა საერთო ენის გამონახვის მიზნით უფრო ერთვებიან, ვიდრე სხვა რამის მიზნით. ხო, აქვე მინდოდა მეთქვა, რომ მე დღეს არ მელაპარაკია ვიდეო თამაშებზე და არც ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ცუდად ვერკვევი ვიდეო თამაშებში. ახალგაზრდობაში რაღაცა, ახალგაზრდობაში რა გაგებით? ამ ტერმინს ნახევრად ხუმრობით ვამბობ ხოლმე. ბავშვობაში თამაშობდი, მომწონა თამაშები Counter Strike-ს,
რაღაცეებს, მაგრამ დღესდღეობით არ მითამაშია. უბრალოდ ვიცი, Counter Strike არის ძალიან მაგარი თამაში და ამის დემონსტრაციას ახდენს ჩვენი სლაიდი, სადაც 1999 წლიდან 2023 წლამდე თამაში პრინციპულად არ შეცვლა, თითქმის ერთ და იგივე თამაშია და ინარჩუნებს აი იმ ასე ვთქვათ მუღამს, რა მუღამიც ქონდა თავიდანვე და თითქმის არის ყველაზე მაგარი თამაში არ ვიტყვი, რომ სხვა თამაშები არ მითამაშია, მაგრამ აი ძალიან მაგარი თამაშია ეს დღეს და არის კიბერსპორტი და ალბათ ხა ვიდეო თამაშებიც არის ძალიან ცუდი თამაშებიც, რომლებიც მე არ ვიცი უბრალოდ წარმოდგენა არა, კარგი თამაშებიც არ ვიცი, ხა ცუდი თამაშები მით უმეტეს არ მეწონია, მაგრამ მოკლედ ამ თემაზე დღეს არ ვისაუბრეთ, მაგრამ მთელი ეს თამაშის დიზაინზე რაც ვილაპარაკეთ, ყველაფერი სავარაუდოდ ვიდეო თამაშებშიც არის ასახული. კერძოდ Counter-ში კი არის ის, რომ Counter-ი არის სრულად skill game-ი, სადაც მოთამაშეები არიან ჩაყენებული თანაბარ პირობებში, რაც არის უმნიშვნელოვანესი რაღაცა skill game-ისთვის. და რა თქმა უნდა, გამართლების ელემენტიც, Counter-ში მე დიდად არ მახსენდება, რომ იყოს რამე. გამართლების ელემენტი საერთოდ არ არის, მაგრამ არის სანახაობრიობა. არის სანახაობრიობა, რის გამოც ხალხი უყურებს, ხალხს მოწონს, თვითონ ხალხი თამაშობს და მოკლედ ძალიან მაგარი თამაშია. დავთავრდა ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. ეს იყო დაახლოებით აი პოკერის ფსიქოლოგიის გაგრძელება, მეორე ნაწილი. პირველ ნაწილს კიდევ ერთხელ გავუწევდი რეკომენდაციას იმათთვის, ვისაც კონკრეტულად პოკერის მაგიდასთან აინტერესებს ფსიქოლოგიური ფაქტორები და მაგიდებს მიღმა, პოკერის ასე ვთქვათ პროფესიონალურ კარიერაში. ბოლო სლაიდზე დავწერე skill game only, იმიტომ რომ ვითამაშოთ მხოლოდ skill game-ები, თამაშის მთავარი პრინციპი, ჩვენი მოთხოვნილების მთავარი საზრისი არის ის, რომ განვითაროთ ჩვენი უნარები და ამიტომაც გვსიამოვნებს თამაში. ეს არის მთავარი საზრისი. შესაბამისად ამის გათვალისწინებით უნდა ვითამაშოთ და ეგ არის და ეგ. კარგით, აქ დაგემშვიდობებით, ისე დიდი ვიდეო გამოვიდა, მგონი რომ საინტერესო ვიდეო გამოვიდა, თუ მოგეწონათ დამიწერეთ, რომ კარგია და ჯიგარი ხარ და რავი, ეგ არის და ეგ. აბა თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ.